მადლობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირა დღეა და ტელე პირველი იწყებს მაუწყებლობას დილის ლაივით. მე ხატია შამუგია და ჩვენი თანაწამყვანები თქვენთან ერთად ვიქნებით ზუსტად 11 საათამდე და სასიამოვნო კვირა დილას და დღეს გისურვებთ. დილამ შვიდობი, აი რაღაცნაირად ბაჩო, ხო, მე რამდენი წელია უკვე მესამე წელი ასე შაბათ კვირას ჩვენს მაყურებელთან ერთად ვარ და როიწყება 10 ვლა ყურში 5 4 3 გული რაღაცნაირად ფანცკალს მიწყებს, იცი? და შენ საგი ფანცკალდა? კი. გულის ხმა ისმის, შენი გულის გერამე ისმის მე? კი, სხვათა შორის შევასრულეთ კიდევაც ეს სიმღერა. მოკლედ, აი ამ გულის ფანცკალით და ამ სასიამოვნო განწყობით კიდევ ერთხელ დილამშვიდობისას გეტყვით 2 საათი. ძალიან საინტერესოდ უნდა გავატაროთ თქვენთან ერთად. და ჩვენს გადაცემაში მოისმენთ და ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოგიმზადა და მთელი კვირიდან კვირამდე ამისთვის მუშაობს ჩვენი გუნდი, რომ თქვენთვის იყოს ეს 2 საათი ძალიან საინტერესო, სასიამოვნო, ვისაუბრებთ ჯანმრთელობაზე, სასიამოვნო და ძალიან საინტერესო რჩევებსაც მივიღებთ. ვიმარჯიშებთ, რაც უმნიშვნელოვანესია, გავიგებთ ამინდის პროგნოზს, ჩემო ბაჩო, ვესტუმრებით ერთ არაჩვეულებრივ გოგონას სახში და კიდე რა იქნებაო? სახალისო ვიდეოებიც გვექნება. ჩემო ხატია და მანამდე ტოპ 5 რა არ მოგიმზადეთ თუ რა? არა ბიჭო და ისე დაგტოვებდი ამ კვირა დილას. მანამდე კი, მოდი ამინდის პროგნოზი გავიგოთ, რომელსაც ანა ზაკაშვილთან ერთად კომპანია PSP წარმოგვიდგეს და მანამდე კი ტრადიციულად Coca-Cola-საც შემოგთავაზებთ. ოხ, ანა ისეთ ამინდში არის, რომ უკვე ხედავ რა იქნება. მოგესალმებით. ანა დილამშვიდობი. სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილამშვიდობის ბაჩო ხატია, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მე რა თქმა უნდა გაგაცნობთ დღევანდელ ამინდის პროგნოზს და გეტყვით, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დროგამოშებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან ხანმოკლე წვიმა არის ელჭექით ნავარაუდები, თუმცა დღე უმეტესად უნალექოთ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან შესაძლებელია უფრო ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +13-დან +18 გრადუსამდე დათბება, დღისით +25-+30 გრადუსი იქნება. თაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა +7-დან +12 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +22-+27 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, ზოგან აქაც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა უმეტეს რაიონებში დღე უნალექოთ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით +9-დან +14 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დღისით +23-+28 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა +3-დან +8 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +20-+25 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ ტრადიციულად სოხუმით, სადაც დღეს 25 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები, დღე კი უნალექოთ ჩაივლის. 29 გრადუსამდე დათბება ზუგდიდში დღეს ჰაერის ტემპერატურა, ხოლო ფოთში 24 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე იქნება. დღეს ღრუბლიანი ამინდი არის ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს, ქობულეთში კი 25 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე იქნება. ბათუმში 26 გრადუსამდე დათბება დღეს ჰაერის ტემპერატურა, რაც შეეხება ახალციხეში დღეს 19 გრადუსი არის ნავარაუდები, დღე ძირითადად უნალექოთ ჩაივლის, თუმცა სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასაც ვარაუდობენ. ქუთაისში 30 გრადუსამდე დათბება დღეს ჰაერის ტემპერატურა, მესტიაში კი 12 გრადუსი ღრუბლიანი, თუმცა უნალექო დღე იქნება. ამროლაურში დღეს 27 გრადუსი იქნება, მთელი დღის განმავლობაში მზე იქნება და დღე უნალექოთ ჩაივლის, ცხინვალშიც ასევე უნალექო ამინდი და 25 გრადუსი არის ნავარაუდები, ხოლო გორში 26 გრადუსი მზიანი და ასევე უნალექო დღე იქნება. 26 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები ასევე თელავში და რუსთავში, სადაც დღე უნალექოთ ჩაივლის. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღეს 25 გრადუსამდე დათბება, მთელი დღის განმავლობაში მზე იქნება და ასე გაგრძელდება მოკლედ დღის ბოლომდე. ასეთი ამინდი გვაქვს კვირა დღეს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მე დროებით დაგემშვიდობებით, ცოტა ხანში სტუდიაში შემოგერთდებით. ანა, სულ მოუთქმელად გელოდებით სტუდიაში და ისე გიხდებოდა აი შენ საუბარს ჩიტების ჭიკ-ჭიკი შემოდიოდა ძალიან ლამაზად ეთერში, რომ აი რაღაცნაირად განწყობა კიდევ უფრო აგვიმაღლდა და გაგვილამაზდა. გელოდებით სტუდიაში რამოდენიმე ხანში. მადლობა ანა, მე ძალიან მაინტერესებს ახალციხეში როგორი ამინდი იყო და გავიგე, რადგან დღეს თეატრი ვაშლაპაჟის სახელობის ახალი თეატრი
მანიფესტით, ხო? მანიფესტით, კი, ახალციხეში და მეც წავყვები მათ ჩემს მეგობრებს და ბუნებაც თქვენთან არის, როგორც ყველა თქვენთან ვართ, ასე ბუნებაც თქვენთან არის და მშვენიერი ამბავი. ახლა ვიდეო ხო არ განწყობისთვის ხომ არ შევთავაზოთ ჩვენს ვიდეოს. თან ამ გზაზე თუ მიდიხარ და ახალციხეში მიდიხარ და ბევრი ადამიანიც მოდის და თან კვირადილა არის, განწყობა არის უმნიშვნელოვანესი და იცი როგორი საყვარელი სახალისო ვიდეოებია? არ ვიცი და ვნახოთ. ნახოთ. ოხ, რა ლამაზი იყო რა. კი, ძალიან და ეს ქუჩი რა ხო იცი რა მომწონს, ყველაზე ზარაზეც ვგიჟდები სახალისო ვიდეოების ქუჩში. ხო არის ყველაფერი და ცენტრში რა ლომია მოქცეული ქუჩში. ნეტა რატო? ნეტა რომ მეფეა ნადირთა და ცხოველი. ამასობაში ჩვენი ქეთი ზაზანაშვილი მზად არის სტუდიაში შემოსასვლელად, რომელიც დილის გამომხნეველ ვარჯიშებს შემოგთავაზებს და შესთავაზებს ჩვენს მაყურებელს. მზად არის, ქვია და კიდევ მზად არისაც არის. რა დღეს რაღაცა არაჩვეულებრივი ამბავი. მოგესალმებით, აი ესე დღეს. ქუსლების კაკუნი მოგვესმა და ქუსლების კაკუნი ჩემო კარგო და ხატია შეხედე როგორ შეხამება არის ჩვენ შორის. ჩვენ გვაიბი რაღაცა ხატიასთან რომელიც იცი რა ფერებს ვამხოთ როგორც მე და შენ სულ ფერებს ვამხოთ გაუფრთხილებლად ასე გვაქვს მე და ქეთისაც იცი. რაღაცა დღეს როგორც ხატია ესე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეხვეწება ქუსლუჩკებს. დღეს მოგიტანეთ აი ესეთი ვარჯიშიც არის, ცეკვაც არის, შეგიძლია შემიძლია, მაქვს ამის უფლება, რომ თავს მივცე, რომ თქვა, რომ ვისაც სუსტი გული აქვს, შეუძლია დასხდნენ და ისე უყურო. ჩემო კარგო, სილამაზე უნდა გამოჩნდეს. და ქუსლები რატო ხართ დღეს გოგო, რა მე ახალი გვაქვს? დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ, აი ჩვენ ხო ზუმბას სპორტულად ცეკვავთ, მინდა შემოგთავაზოთ იგივე ვარჯიში, იქნება სალსა, ბაჩატა და ფიუჟენი იქნება ბაჩატას. რომ გასწავლოთ როგორ შეგიძლიათ რომ ქუსლებზე იგივე ვარჯიშები გავაკეთოთ.
სანამ დავიწყებ, მე მინდა მაყურ, კი, თუ მოგინდება, შემოერთება ხატი ყოველთვის. გია ჩვენ ვერ ვარ ისეთ ფორმაში როგორც თქვენ დღეს და ამიტომ ვერ. პირველი სანამ დავიწყეთ, რაც მინდა რომ მაყურებელს უთხრა, თავარი არის ჩვენი პოზა, ეს არის მხრები არის უკან გადაწეული. შეხედეთ ქუსლებზე როცა ვდგავარ, ჩვენი წონა ცოტათი წინ არის. ამიტომ შევეცადეთ რომ ქუსლებზე უკან არ გადავიტან. აი ესე არ დავდგეთ, ხო? ცოტათი არის წინ წონა. რაც შეეხება მუხლებს, მუხლები არის ახლოს ერთმანეთს რაღაცნაირად მიწებებული და ყოველთვის შეეცადეთ რომ აი დააწვეთ იატაკს და უნდა იგრძნოთ იატაკი და ხო, წვერებით და შეეცადეთ რომ წონა ოდნავ წინ და შიგნით ხო წვერებით შიგნით დატოვოთ და რა თქმა უნდა პრესი არის ტონუსში დაჭიმული ხო წავიდა მოდი თავიდან დავიწყოთ მუსიკა და პირველი არის სალსა ჩემო მეგობრებო ცოტა რომ ავუწყოთ მუსიკას და დავიწყოთ თავიდან მოდი სანამ დაიწყება თავიდან მუსიკა ჩვენ მე გაჩვენებთ თავარ ასე ვთქვათ ნაბიჯებს ძალიან იოლად დავიწყებ 1 2 3 4 5 6 7 8 ოკეი მეგობრებო ნაბიჯი წინ ნაბიჯი უკან ჯერ ნელა დავიწყებთ მე ესე ავაჩქარებთ შეეცადეთ რომ მუხლებმაც იმუშაოს შეხედეთ ცოტა გავასწორებთ მოუხრით 1 2 5 გავაჩქარეთ 1 2 5 7 1 2 5 7 აჰა ოჩა 1 2 3 5 6 7 პედია გასწორებული მხრები არის უკან გადაწეული დადვარ 2 ნაბიჯი მარტი 2 კიდე ოჩა წავიდა უკან ფეხი კიდე 2 აჰა თქვენ ტემპში შეგიძლიათ გააკეთოთ არ არის აუცილებელი ეს სწრაფად ოჩა ადგილზე თეფ ამას ქვია თეფ იმიტომ რომ წვერებით ვეხებით იატაკს ოჩა წავიდა ეხლა მარცხენა ფეხი წინ აჰა 1 2 3 5 6 7 ხელები შეგვიძლია დავიჭიროთ ხრების დონეზე ოჩა თავიდან მეგობრებო ორი ხელებით დავამატეთ დავიდა ნაბიჯი უკან ხელით დავამატეთ კიდე 2 უკან ზადვარ ადგილზე თეზოთი დავატრიალეთ ოჩა ისევ თეფ ძალიან მნიშვნელოვანი ცოტათი დააჭიროთ იატაკს რომ ესე თქვათ მოდუნებული არ იყოს ფეხი 2 ნაბიჯი მოდი აბა სადოთ ასე კალღა გავაკეთოთ კიდე 2 კალღები არის ძალიან მნიშვნელოვანი ცეკვაში კიდე 2 შეეცადეთ რომ მიაყოლოთ ტანი მიმართულება შეხედეთ ეხლა სადოთ ჩვენ დავარტყავთ აი ესე ფეხს დაბლა ჩავაჭიდებ თეზოს დავამატებთ აჰა შევეცადეთ რომ დავატრიალოთ ზაფხარ გვერდზე აჰა ამ ეს მოძრაობა გვექნება როგორც სალსაში ისე ბაჩატაში შეეცადეთ რომ აქ წვერით შევეხოთ იატაკს და დავჭიმო ნიშნავს რომ დიდი თითი იჭიმება აჰა და ვეხებით და ვაწვევით იატაკს დაბლა ცოტა სწრაფად 1 2 გავშალეთ ხელი კიდე შევეცადეთ რომ ხრების უკან გადავწიოთ აჰა ცოტა 2 ნაბიჯი ისევ დავიდეთ ტალღა აჰა მაღლა ცოტა 2 one more ისევ თეფ მარჯვენა მარცხენა
შევეცადეთ ხა ხელებით დავამატოთ. იდაყვი გადადით გვერდზე. აჰა. უკან მეგობრებო, მარჯვენა და მარცხენა. ხელი შეგვიძლია რომ ავწიოთ. მოემზადეთ ბოლო პოზისთვის. ძირითადად საბაზისო ნაბიჯებს თავაზობ ჩვენს მაყურებელს, რომ იცოდენ თუ სოციალურ ცეკვების ლათინო ფართიზე მოხდებით, შეგიძლიათ გამოიყენოს ყველა ეს მოძრაობა. შემდეგი მეგობრებო არის ცოტათი სწრაფი რითმის ბაჩატა და შემოგვიერთით აუცილებლად ყოველ კვირას. მოდით ისევ ეს მოძრაობა უკვე ვიცით გვერდზე 1 2 ადგილზე თეთრ თეთრ თეძო თეძო თეძომ რომ იმუშაოთ ცოტა მუხლებში უნდა ჩავიდეთ. კიდე 1 2 1 2 3 თავისუფლად არის ესე იგი მუხლი. აჰა, კიდე 1 2 ხელით დავამატეთ. გამოვიდეთ 3 ნაბიჯი. 1 2 3 მაღლა 1 2 3. კიდე. მეგობრებო, 3 ნაბიჯი გვერდზე, ეს არის საბაზისო ბაჩატაში. აჰა, შევეცადეთ რომ ოდნავ მივაწვეთ თეზოს გარეთ. ნახეთ, ნაბიჯი წინ 3 არის 3. წინ 1 2 3. ოჩა, აბა გადაუსვით თავზე. ოჩა, თავიდან. თეძო. წავიდა წინ. 3 2 1 ხელი დავამატეთ. თუ შეგიძლიათ ოდნავ ტალღაც გავაკეთოთ. კიდე, დავიდა 3. აბაცად ესეთი მოძრაობა ზევიდან ტალღა. 1 2 ცოტა უნდა ავწიოთ თეძო და ჩავჯდეთ ფეხში. მეორე. დავედით ისევ ნაბიჯი წინ, ადგილზე 3. 1 2 3. გადაუსვით თავზე. 1. თავიდან მეგობრებო, შეგვიძლიათ ხელი დავამატოთ. 3 ნაბიჯი ჩემსკენ, ხელი მაღლა, გადაუსვათ ტალღა. კიდე? თავიდან წინ, 1 2 3. მეგობრებო, 3 ნაბიჯი გვერდზე დავამატეთ ხელი. აჰა. აბა, შევეცადეთ წრე ხელით გავაკეთოთ. 2 3 1. ოკეი? დაუ. მეორე მხარეს. ოჩა, თავარია რომ მოდუნდეთ, ისიამოვნოთ ყოველთვის, როცა ვარჯიში სიამოვნებას განიჭებს, უფრო ეფექტურია ყველა ვარჯიში. ოკეი, შემდეგი. მოდი, ეს არის ისეთი ფიუჟენი. ცოტათი არის ბაჩატა, ცოტათი არის რეგეტონი. ყველაფერი ერთად, ამიტომ მოვყევით აუცილებლად. შეხედეთ step tap. ან ნაბიჯი წვერით შევეხეთ. კაი. ხელები გვერდზე 1 2. აჰა. 1 2. ავყევით რიტმში. ცოტათი ტანი ტრიალდება და თეძო შიგნით შედის. აი, ტალღა ხო გავაკეთეთ სადოთ ერთად. თავარი დავიხაროთ, უკან გადავიწიოთ. მეორე მხარე. წინა მუხლი არის გასწორებული. ეხლა შეხედეთ, წრე თეზოთი. 1 2 3, მეორე მხარე. 1 2 3. კიდე. 1 2 3. უკან გავსწორეთ. ოჩა. მოვემზადეთ მარჯვენა ფეხი თეზოთი. მაღლა. კიდე. 1 2 3 4. კიდე. ცოტა შეგვიძლია რომ ავწევ. კიდე. თეძო.
ხელი რომ მიახმაროთ, უფრო იოლი იქნება ამ მოძრავის გაკეთება. წავიდა ორი ნაბიჯი, რეგეტონის ნაბიჯი. აჰა, ოჩა. აბა წრე, რომელიც თავიდან გავაკეთეთ, ერთ მხარეს, მეორე მხარეს ნელა. კიდე გამოკაჩით მაქსიმალურად ზედატანი. ოჩა, წავიდა თეძო. 1 2 3 4 ადგილზე მეორე მხარეს. მოვამზადეთ, წავიდა. შეი, ოჩა. კიდე. სადაც? მეტი თეძო. ჰეი. დავიდა ორი ნაბიჯი. აჰა. და ბოლო წრე. 2 3 4 5 6 ადგილზე. რომელიც აყვა ძალიან ასე ვთქვათ უკვე ტონუსშია და კი შეეცადეთ რომ მაინც ქუსლებიც გადმოალაგოთ თქვენი გარდერობიდან. ისა მე რატომღაც ეხა როგორც მოყვარული და მაყურებელი შორიდან და არაპროფესიონალი მგონია რომ პირიქით ეს პატარა ქუსლი კიდევ უფრო აი ამ სხეულის მდგომარეობას თუ როგორ ასანკას რო ეძახიან ქართულად არ ვიცი როგორ არის გომს ასე ვთქვათ. გომს კიდევ უფრო გამოკვეთს და ეხმარება რომ უფრო გავიიშალოთ არა მართალი ხარ ხატია იმიტომ რომ ცოტათი ქუსლები ჩვენს წონის ასე ვთქვათ ცენტრი გადააქვს ქუსლებს ცოტა ოდნავ წინ და ძალაუნებურად ჩვენი წელიც გამოდის ანუ მკერდი გამოდის წინ და ვართ გამართულები. და ვიზუალურ ეფექტსაც ხო უფრო აძლევს. რა თქმა უნდა, მაგრამ ამოიჩიეთ აუცილებლად კომფორტული მაღალი ქუსლები, რომელზეც თქვენ ანუ იგზნობთ თავს კომფორტულად. კარგია, იცი რა არის შეგვაჩვიეთ ცოტა პატარა ქუსლები. შეგაჩვიეთ. მოდი ზაფხული და უხდება ეს ფიქსაცია. აუცილებლად კიდე მოგიტანთ ესეთ ვარიაციებს. დიდი მადლობა, გოგოება. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით. შენ გაქვს ქუსლები? პატარა. მე რა ვიცი, ფეხსაცმელს მამაკაცის ფეხსაცმელს რა ქუსლიც აქვს ალბათ. ხო, მაგრამ რაღაცა როლზე მაინც არ დაგჭიროებია პატარა არა, მაქვს წკაპონები. თქო, მაქვს. გაქვს. ანუ ჩვენ დავდგათ ერთი კი, აუცილებლად შეგვიძლია. საზაფხულო ვიცეკოთ და. ცეკვა. იცი რა არის? აბა. მე ვიცი რა შესულ მოუთმოთელოდები ისევე როგორც ჩვენი მაყურებელი და ძალიან საინტერესო ტოპ 5-ეული მოგიმზადეთ. პირველი ნიუსი რასაც ახლა ვიტყვი, მიხვდები რომ ჩემი მომზადებული არ არის, იმიტომ რომ მე ამ სფეროში სამწუხაროდ ვერ ვერკვევი, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბები მოგვიმზადა ჩვენმა გუნდმა და დავიწყებ ესე იგი პირველი ამბით უსაინტერესო ესი ბიჭით 12 წლის ამერიკელ ბიჭზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და რატომ თუ იცით? მან ბირთვული რეაქტორი საკუთარ საძინებელში შექმნა და ამის შემდეგ FBI ესტუმრა ბუნებრივია. არ არის ალბათ გასაკვირი რომ FBI მიაკითხავდა მას სახლში და ეს ამბავი კი თავად გააზიარა სოციალურ ქსელში და გითხრა რომ მისი შთაგონების წყარო მოსმენილი ვიდეოა, სადაც 14 წლის ბიჭი ყვება ანალოგიური რეაქტორის შექმნის შესახებ. სწორედ აქედან წამოვიდა მისი დაინტერესებაც და გამოვიდა კიდევაც, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თავდაპირველად მან დემო ვერსია შექმნა, რაც აღმოჩნდა რომ პირველი ნაბიჯი იყო ფუნქციური შერწყმის რეაქტორის მისაღებად. ჯექსონი ვრცლად და ქრონოლოგიურად ყვება რა ხელსაწყოებიც სჭირდებოდა და ამბობს რომ ჯერ ვაკუუმური კამერა აშენა, რომელიც eBay-დან შეიძინა, შემდეგ კი ტურბომოლეკულური ტუმბო და მიიღო დეიტერიუმი საწვავისთვის. ბაჭო, არ მკითხო ეს რა არის ეს ფრაზები და ტერმინები. მაგრამ ფაქტია რომ FBI სახლში მივიდა და ფაქტია რომ 12 წლის გენიოსთან გვაქვს საქმე. მოკლედ eBay-დან ყიდულობდა თურმე ნაწილებს, ფინანსური მხარდაჭერა ბუნებრივია ოჯახიდან ჰქონდა და სრულად 1 წელი დასჭირდა ამ ყველაფრის დასაწყობად. ასე შევიდა მემფისში მცხოვრები 12 წლის ბიჭი გინესის რეკორდების წიგნში და ნამდვილად იმსახურებდა გინესის რეკორდებში შესვლას. წარმოგიდგენია ესე იგი როგორი მიზანდასახული, განვითარებული და გენიოსია ნამდვილად ბავშვი, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი. გადავიდეთ ახლა აქეთ, ჩემსკენ გადმოვიდეთ აქეთ. კი ბატონო, აბა გისმენთ. და პროფესიულად პირდაპირ შენსკენ.
რამდენიმე დღის წინ შერონ სტოუნის გულის ამაჩუყებელი მონოლოგი მოვისმინე და რა თქმა უნდა მომინდა თქვენთვის გამიზიარებინა. 67 წლის შერონს არც ისე იოლი ცხოვრება აქვს გამომივალი და სწორედ ამის შესახებ ყვება თუ როგორ შეავიწროვეს და აიძულეს გაჩუმებულიყო ინსულტის შემდეგ, რომელიც მას წესით ვერ უნდა გადაეტანა. შერონს დაემართა ინფარქტი და 9 დღიანი სისხლდენა, რომელიც 7 წლის განმავლობაში მკურნალობდა, გამოჯამთრების პროცესი მთელი ამ დროის განმავლობაში გრძელდებოდა და ასევე ყვება მის სამსახიობო კონტრაქტზე, რომელიც ამ მიზეზით, ანუ ჯანმრთელობის მიზეზით შეიცვალა და ამბობს, რომ მალავდა ამბებს მისი ჯანმრთელობის შესახებ, რადგან თუ გაიგებდნენ, დარჩებოდა უსამსახუროდ. ასევე ასეც მოხდა და 12 წელი მისი კარიერა სამწუხაროდ გაჩერებული იყო. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რა დიდ წონიან კინოვარსკვლავზეა საუბარი შერონ სტოუნზე და ამას თავადაც ხაზს უსვამს თავის სიტყვაში. ბოლო 20 წელი მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის მთელი მსოფლიო მასშტაბით. შერონი მიმართავს ქალებს, რომ იყვნენ ძლიერები, ხმა აიმაღლონ ყველგან, დაიცვან სხვებით და აუცილებლად იყვნენ თავიანთი თავის დამცველებით და რომ მათი ხმა ისმოდეს ყველგან და ხმა მაღლა. ასეთი ემოციური იყო შერონის მიმართვა და არ შემეძლო რომ ეს თქვენთვის არ გამეზიარებია რომ ქალები უნდა იყვნენ ყველგან ხმამაღალი, თავისუფალი და თავის სიტყვის გამოთქმის უფლება უნდა ჰქონდეთ და აქვე სარგებლობის შემთხვევით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს მხარდაჭერას მზია ამაღლებელის მიმართ და თავისუფლება მზია ამაღლებელს და რა თქმა უნდა ყველა კანონის უკანონო რეჟიმის პატიმარს. მოდით ახლა ერთი ემოციური ვიდეოც უნდა გაჩვენოთ ლენი კრავიცის მუსიკალური ევროპის ტურნედან. მომღერალის სცენაზე თავის პატარა გულშემატკივარს უხმობს და ამბავს, რომ ლენი ხويا წარმოიდგინა და პირველად იყო მის კონცერტზე და ასე აუხდინა ლენიმ პატარას ოცნება. ჩემი და არა მარტო ნახე ლენი ხوياო. რამ ხელა სიხარული ამ ბავშვისთვის და როგორი შთამბეჭდავი არის, რომ უყვება რომ ლენი კრავიცმა მისმა სეხნიამ ამასაკში აიყვანა სცენაზე, როცა იგი პირველად ესწრებოდა მის კონცერტს და მასთან ერთად გაუკრა. მასთან ერთად დაუკრა. გამაგარია. წარმოიდგინე მე რომ ამიყვანოს ხატია ბუნიათიშვილმა სცენაზე და ჩემთან ერთად დაუკრას რა ბედნიერი ვიქნები, ანუ თუ სეხნიაზე არა თქმა უნდა საუბარი. საოცრება იქნება. ლენია. წარმომიდგენია ამასაკში ჯორჯ მაიკლის კონცერტზე რომ მოვხვედრილიყავი და რო ავეყვანე სცენაზე შეიძლება იგურგული გამსხდომოდა სიხარულისგან. და ნუ რა თქმა უნდა საოცარი არტისტია ლენი კრავიცი და მსოფლიო ვარსკვლავია და მათ არ ეშლებათ ხოლმე ეს ნაწილი სცენაზე, როცა ერთი ფავორიტი ფანი აყავთ ხოლმე სცენაზე, ხოჭეს რობი ვილიამსაც აქვს ეს წესჩვეულება, თუ გახსოვს საქართველოშიც აიყვანა ერთ-ერთი გაგონა. კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, კანადელებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, სადაც ილონ მასკის ორმაგი მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ ხელისუფლებისგან, რადგან გარკვეული მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ მასკის საქმიანობა ეწინააღმდეგება კანადის ეროვნულ ინტერესებს. ილონ მასკმა კი განაცხადა, რომ კანადა არ არის ნამდვილი ქვეყანა. მონრეალში საკმაოდ ცუდად შეხვდნენ მასკის ასეთ კომენტარს და გასაკვირიც არ არის და ამის შემდეგ აქტივისტებმა მონრეალის ტესლას დილერი ოფისი დაარბიეს, შენობა გადაღებეს და ასევე დაზიანეს რამდენიმე ტესლას მანქანაც, რომელიც ოფისთან იდგა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ცეცხლი წაუკიდეს გარეთ მდგომ მანქანებს და ხედავთ კიდევაც ამ კადრებს ახლა. მონრეალის პოლიციამ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავა ვანდალიზმის ბრალდებით, ისე როდესაც ასეთი წონიანი და გავლენიანი ადამიანი ხარ და მსოფლიო პერსონა ხარ, როცა რაღაც განცხადებას აკეთებ, მე მგონი კი უნდა გათვალო და წინასწარ კი უნდა ფიქრობდე რას და როგორ ამბობ და მე მგონი ილონ მასკმა არ იცის ის გამოთქმა 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი ჩემო. მე როგორც ვიცი არ ვიცი რამდენად მართალია ილონ მასკმა მგონი განაცხადა რომ პოლიტიკიდან
მე მგონი ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ჭკვიანი კაცი ყოფილა და მე მგონი მიხედავს იმ საქმიანობას, რაც დაიწყო, რა ვიცი, ჩემი აზრით, ჩემი კეთილი რჩევა იქნება, რომ ასეთი განცხადებების გაკეთებას ნამდვილად ჯობია, რომ აღარ გააკეთოს. გადავიდეთ ბოლო ამბავზე, იტალიური გამოცემისთვის და ახლა უკვე ჩვენთვისაც ცნობილი გახდა, რომ მელ გიბსონი რომში გააგრძელებს თავის გახმაურებული ბლოკბასტერზე მუშაობას. ქრისტეს ვნებანის გადაღებები აგვისტოში ჩინეჩიტას კინოსტუდიაში დაიწყება. ეს ყოფილა ევროპაში ყველაზე დიდი კინოსტუდია, თუმცა ასევე სამხრეთ იტალიის ანტიკურ ქალაქებშიც იგეგმება ეპიზოდების გადაღება და რეჟისორის თქმით იესო ქრისტეს როლს კვლავ ჯიმ კევიზელი შეასრულებს. საინტერესოა 20 წლის შემდეგ როგორც წარსდგება კევიზელი მაყურებლის წინაშე, ხოლო რაც შეეხება შინაარს, თხრობა, რა თქმა უნდა, კვლავ ბიბლიურ სიუჟეტს მიყვება. ამბავი კი გიბსონის თქმით, ანგელოზების დაცემიდან ქრისტეს უკანასკნელი მოციქულის სიკვდილამდე იქნება მოთხრობილი. ერთ-ერთ სტატიაში გიბსონი ამტკიცებს, რომ ჩანაფიქრი საკმაოდ ამბიციურია და ბოლომდე დარწმუნებულიც კი არაა, რომ მისი შესრულება გამოვა. ჩვენ კი ჩემო ბაჩო, ის გადაგვრჩენია, რომ დაველოდოთ. მე მგონია, რომ ამ გზასაც წარმატებით გაივლის უნიჭიერესი მელ გიბსონი და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო კიდევ ერთი ნაწილის მაყურებლები გავხდებით და მომსწრენი, უნდა მე ვთქვა, მომხრენი და ამიტომ მომხრენიც და მომსწრენიც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ხატია. ახლა ცოტა შეისვენა შენს და ჩვენმა ძვირფასმა ტელემაყურებელმაც. ხოცა რამე დაღლილის შემატყვე? არა, იცი როგორი სიამოვნებით გიყვები ამაზე? ვიცი და კიდევ უფრო სიამოვნებით დასვენება მინდა შენი ვიხილო. რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამა ძალიან მალე გაივლის და ჩვენ დაგიბრუნდებით სამედიცინო რჩევებით, შოთა ჯანჯღავასთან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ, რეკლამა მალე გაივლის. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და დილამშვიდობისას გეტყვით, ვინც ახლა შემოგვიერთით და შეგახსენებთ, რომ უყურებთ დილის ლაივს და ჩემი ხატია ძალიან საინტერესო ამბავს მოგიყვებათ. კიდევ ერთხელ დილამშვიდობის, ვინც ახლა შემოგვიერთით, რა თქმა უნდა, არ დაგიგვიანიათ, რაც გამოტოვეთ, გადაახვევთ და ნახავთ და წინ კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი გელით. ესე იგი, ეხლა ცოტა ხნით უნდა რეგიონში გადავინაზოთ, ჩემს საყვარელ რეგიონში. არტ-მეურნეობა მოხარულია, რომ უმასპინძლა ხელოვნური ინტელექტის შესახებ სემინარების სერიას, რომელიც უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორ იან ბრუსენი გაუძღვა. სემინარები 25-27 მარტს ალენჯიხაში გაიმართა და მიზნად ისახავდა გაეღრმავებინა მონაწილეების ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების AI შესაძლებლობების და მისი ზეგავლენის შესახებ. ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება ყოველდღიურად, თუმცა ბევრი ადამიანისთვის მისი მუშაობის პრინციპები კვლავ რაღაცა ბუნდოვანებით მოცულია. სწორედ ამას ემსახურება სემინარი, სადაც განიხილეს ძირითადი კონცეფცია, შესაძლებლობები, ეთიკური საკითხები, რომლებიც ამ ტექნოლოგიის გამოყენებას უკავშირდებოდა. სემინარები განკუთვნილი იყო როგორც სტუდენტებისთვის, ისე სტარტაპებისთვის, აკადემიკოსებისთვის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური ინოვაციებით და ღონისძიება უფასო გახდათ და მისი მიზანი გახდათ გაეძლიერებინა ადგილობრივი ახალგაზრდების და ინოვაციებით დაინტერესებული პირების ცოდნა ხელოვნური ინტელექტის სფეროში. წალენჯიხის არტ-მეურნეობა, იცით რომ ეს ის ადგილია, რადგანაც ჩვენ არაერთხელ გაგვიშუქებია, სადაც ახალგაზრდებზე და არა მხოლოდ მათზე ხდება ხელშეწყობა სფეროების და ინტერესების მიხედვით. ეხლა კი ვნახოთ სიუჟეტი. ეს იქნება წალენჯიხაში პირველი საერთაშორისო აკადემიური ღონისძიება. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება უმასპინძლოთ ასეთ ივენტს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც გქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და რა ეთიკური გადაწყვეტილებების წინაშე გვაყენებს. ყველა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ახლა და საჭიროა არა მხოლოდ დიდ ქალაქებში ესმოდეთ კარგად რა არის ის, არამედ რეგიონებშიც. ეს თემა ყველა აუდიტორიისთვის
საინტერესოა. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ აქვარდა ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ არამხოლოდ დადებით კონტექსტში უზიარებ ინფორმაციას, არამედ მასთან ასოცირებული რეალური თუ არარეალური საფრთხეების შესახებაც უყვები. რადგან ხელოვნური ინტელექტის გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ხელოვნური ინტელექტი ზოგადად ჩემს მოვალ პროფესიასთან აქვს ძალიან დიდი კავშირი, რადგან მე ვაპირებ რომ გავხდე პროგრამისტი. ასევე ხელოვნური ინტელექტი ჩემი ცხოვრების, ანუ ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მას ძალიან ხშირად ვიყენებ, იქნება ეს ინფორმაციის მოძიება, კოდის წერა, თუნდაც საშინაო დავალების შესრულება და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იყო. ნამდვილად. თან ხო იმეგრელები როგორი სმარტები და სხარტები არიან და წარმოგიდგენია როგორ სწრაფად აით ვართ, მაგრამ ნუ რადგან ჩვენი იქ არ ვიყავით ამ წუთებში, ეს ხათ შორის რომ ცოდნა და აუცილებლად ჩავიდოდით, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოა და სამომავლო ამბავი არის. და როგორი სხარტები ვართ და წარმოგიდგენია რა სწრაფად აითვისებდნენ წალენჯიხაში ამ ყველაფერს. ჯერ სადახარ. ახლა დილის ლაივში შოთა ჯანჯღავას დრო დგება, რომელიც რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზე ისაუბრებს ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად, ხოლო სანამ შოთას წარვადგენთ, მანამდე უნდა ვთქვათ მისი რუბრიკის წარმდგენი. სიამოვნებით მინდა რომ თქვა, ხო იცი როგორ მიყვარს ეს სფერო და ეს მიმართულება. სიამოვნებას. ხო, თუმცა შენს კარგად იცნობ ამ ბრენდს გადასარევად, ეს გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც ექსკლუზიურად ავერსის აფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს არის დეკორატიული კოსმეტიკა ყველანაირი ქიმიური მინარევების გარეშე, ბუნებრივი და კოსმეტიკა, რომელიც თქვენ სილამაზეს უწყობს ხელს. რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა შენი სილამაზისთვის. მხოლოდ ავერში. შოთა დილამშვიდობის. დილამშვიდობის ბაჩოხადია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და როგორც ყოველთვის ჩვენ დღესაც ძალიან საინტერესო თემით გიბრუნდებით და ჩვენი სტუმარია დღეს კლინიკა პირველის პედიატრი ქალბატონი ლალი ჯანაშია, რომელთანაც ერთად ვისაუბრებთ უკვე სეზონურ გამოწვევებზე, რომელიც ამ სეზონს ახასიათებს. ჩვენს შვილებთან და ბავშვებთან ერთად ძალიან ისეთი რთულ პერიოდს გავდივართ ხოლმე ამ სეზონზე, რადგან არის გრიპები, არის ვირუსები, არის ალერგიული ფონის გამწვავება, ცოტა დეპრესიული მომენტები შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია პედიატრის დახმარება ამ პერიოდში და ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ ქალბატონ ლალი. დილამშვიდობის ქალბატონ ლალი. მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ვიждდეთ. ჩემი საამაყო და ესეთი მეგობარი კოლეგა, წარმატებულ ეთერს გისურვებთ. თქვენს კოლეგებთან ერთად და დიდი მადლობა ქალბატონ ლალი მობრძანებისათვის. მადლობა. ქალბატონ ლალი, აი ამ სეზონურ გამოწვევებზე რომ ვისაუბროთ და აი ამ სეზონთან ასოცირებულ მდგომარეობაზე, რას ველოდებით ჩვენ ამ სეზონზე? მოგესალმებით, ყოველთვის ეს ბოლო 3 წელია ჩემი საყვარელი, ესე თქვა, საწყისი აი ამ დიალოგების ყოველთვის არის ის, რომ სამწუხაროდ უსეზონოდ გამოვიყურებით, თქო, ხუმრობთ უკვე პედიატრები, იმიტომ რომ თუ ზუსტად კონკრეტულად წლების წინ სულ ქონდა ესეც გვასწავლიდნენ და ესე გრძელდებოდა, რომ კონკრეტულ სეზონს ახდა კონკრეტული პრობლემები, მას შემდეგ რაც სამწუხაროდ გადაგვიარა ამ COVID-19-ის მძიმე, ასე ვთქვათ, ეპიდემიამ, რეალურად მთელი მსოფლიოში აზანზარა, როგორც მეცნიერების მიმართულება, ასევე თვითონ პირადად ადამიანების ორგანიზმი. მე ჩემს კოლეგებთან ერთად ხშირად ვამბობ და განვიხილავთ ამ ამბავს, რომ თითქოს იმუნური პასუხი ნებისმიერ ბანალურ ინფექციაზე ზოგადად შეიცვალა. ამიტომ თუ თამამად ვიტყოდით, რომ რომელიმე კონკრეტულ სეზონზე შეიძლება და რომელიმე კონკრეტული ინფექცია ყოფილიყო მხოლოდ, ეს ამბავი რაღაცნაირად აირია, თუმცა ეხლა გამოკვეთილად დღეს მაინც მინდა გაზაფხულს დავუთმო ეს დრო. იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ეხლა მოდის ეგრეთ წოდებული ალერგიული რინიტების და ალერგიული კონjunktივიტების სეზონი, წავდება ალერგიული პროცესები ბავშვებში, რომელთაც აქვთ ეს განწყობა ალერგიული მაღალი, განსაკუთრებით გამორჩეულია პოლინოზი, მოგეხსენებათ, ეს არის ეგრეთ წოდებული ალერგიული სურდო, რომელიც პატარა ასაკში, სადაც მოგეხსენებათ, რომ თვითონ პარანაზალური წიაღების და ცხრილები ყველა ღიაა და რეალურად სულ მიდის შეშუპებები, თვალებიდან ცრემლდენა, რომელიც შეიძლება მე უკვე ბაქტერიული კონjunktივიტით გამოიხატოს, გართულდეს, დაიმატოს ფლორა. ასევე ცემინება, შემაწუხებელი ქავილი, ნესტოების, გამონადენი გამჭვირვალე უხვი, რომელიც განსაკუთრებით 0-დან 1 წლამდე ასაკში ხელს უშლის ბავშვებს კვების პროცესშიც კი ღამე მოუსვენრობა, მშობლებისთვის ვიტყვი ესე მათი საყვარელი სიტყვა, რომ ხრუტუნებს მთელი ღამე, ანუ ხმაურიანი სუნთქვა, რომელიც შემაწუხებელია მოსასმენადაც და ბავშვიც მთელი ღამის განმავლობაში არასრულფასოვანი ძილით გამოირჩევა. როდესაც მომიწვიეთ ჩემთვის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი, რასაც გზაში ვალაგებდი, ეს იყო, რომ
პირველი, რასაც მე ემას რო ჩავშლით, ეს არის რომ არაფრით არ უნდა აგვერიოს ეს ალერგიული პროცესები, რომლებიც ეგრეთ წოდებული გაციების ვირუსებსაც ეგრიპებს ახლავს ხოლმე ერთმანეთში. ამიტომ მინდა რომ ჩვენი დიალოგი ისე წავიყვანოთ, რომ პირველად გამოწვევებზე, რა თქმა უნდა, ხაზგასმით ვილაპარაკოთ კონკრეტულად ალერგიული სეზონი და პლუს რომელი კონკრეტული ვირუსების მოლოდინში ვართ ახლა, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ადრეულ გაზაფხულზე წესით დასამთავრებელი ვირუსები, როგორიც არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ბეგრიპი და კიდევ უფრო მძიმედ მიმდინარე აგრიპი, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის სახელით ცნობილი საზოგადოებაში, თუმცა ეს თემაც ძალიან ესეთი სადაო თემაა, კონკრეტულად H1N1-ის ყველა ეს შტამი არის თუ არა ის მძიმე, რომელზეც იყო საუბარი წლების წინ და იცით რამდენი ფატალური შემთხვევა და როგორ მძიმედ დასრულდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როცა უკვე ველოდებოდით, რომ სადღაც თვის დასაწყისში ეს პროცესები თითქოს ბოლოსკენ უნდა წასულიყო, ყოველდღიურად დასტურდება ჩვენს კლინიკაში. კიდევ კარგი რო არსებობს კომბინირებული ტესტების საშუალებები და ჩვენ შეგვიძლია ჩვენ პაციენტს პირველივე 5 წუთში უთხრათ ამ მძიმე ვირუსებიდან და პლუს COVID-19 კომბინირებული ტესტის ნაზოფარინგეალურ ტესტს გულისხმობ ამ შემთხვევაში სწრაფი ტესტით დავადგინოთ პირველადად რომელ გრიპზე გვაქვს საუბარი. სამწუხაროდ ვამბობ რომ მეგონა რომ ეხა უკვე მხოლოდ ლაპარაკი მომიწევდა ადენოვირუსებზე, მომიწევდა ლაპარაკი რინოვირუსზე, თუმცა პარაგრიპზე, მაგრამ აი ესენი ჯერ კიდევ მუსირებენ და ის რომ აგრიპი იყო პანდემიური გრიპი და რამოდენიმე წელიწადში ერთხელ შეიძლება და მოდებოდა მოსახლეობას, ესე არ მოხდა და უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში შემთხვევათა რიცხვი არ იკლებს. ამიტომ მე მაინც მინდა სიფრთხილისკენ მოვუწოდო მოსახლეობას და უთხრა რომ რაც არ უნდა წავიკითხოთ და რაც არ უნდა სტატისტიკა შევხედოთ, აგრიპი და ბეგრიპი ჯერ კიდევ არის აქტუალური. ამიტომ თუ თქვენი შვილები გამოირჩევიან განსაკუთრებული მაღალი ცხელებით, მკვეთრი ადინამიით, ხშირ შემთხვევაში მუცლის ტკივილით, ანდერთული ფაღარათით, მაინც უპრიანია რომ აუცილებლად დადგინდეს სტერეოტიპი რომ რაზეა საუბარი და იმართოს იმის შესაბამისად. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ სეზონურს, რომლის დაწყებასაც უკვე ველოდებით, გამოჩნდა უკვე რამოდენიმე შემთხვევა, მაგალითად ადენოვირუსების, რომელიც წეგან თქვი რომ პირდაპირ აი სავიზიტო ბარათივით აქვს კონიუნქტივიტი, რომელიც საკმაოდ შემაწუხებელია, ქავილია, შეწითლებულია, იწყება ერთი თვალით, მერე გადადის მეორეზე და პატარა ასაკში, სადაც მოგეხსენებათ, რომ ძალიან ხშირია ახალშობილთა დაკრიოცისტიტები, დაკრიოცისტიტი ხარ რომ გამარტო ეს არის საცრემლი არხის სტანდარტული ანთებითი პროცესები, ნუ შევიწროებას ახლავს ეს და როცა დამატებით გამაღიზიანებელია ემატება პროცესი და ეს რომ არ აირიოს, ასე ვთქვათ, ალერგიულ კონიუნქტივიტში, 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვმა აუცილებლად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს. რაც შეეხება ადენოვირუსს, ის ძირითადად მაინც ზედა სასუნთქს იჭერს, ეს იქნება კონიუნქტივიტი, ეს იქნება რინიტი და განსაკუთრებით კიდევ ვიმეორებ, რომ 0-დან 2 წლამდე ასაკში ყველაზე რთული მეტი გართულება რაც შეიძლება იყოს, ეს არის უკვე ოტიტი, თავიდან ის იწყება ოტალგი და ადვილი მისახვედრია, იმიტომ რომ პატარა ბავშვი, რომელიც ვერ გვესაუბრება, იწყებს წუხს, ჭამის, წოვის დროს, როცა იწყება ტკივილი, ოტალგიას ვეძახით ჩვენ ამას, ანუ ტკივილის სინდრომით გამოვლინდება, მაგრამ თუ ამან მოიყოლა უკვე ცხელება და ბავშვის კლინიკური მდგომარეობა გაუარეს და ბავშვი აუცილებლად უნდა შეფასდეს პედიატრის მიერ და ნუ თუ ჩათვლის პედიატრი, რა თქმა უნდა, კოლეგა ოტორინოლარინგოლოგთან ერთად დაიწყებს ამ პროცესს. აი, დიფერენციება რო გავუკეთოთ ჩვენ მოსახლეობას, რა სხვაობაა გრიპსა და გაციებას შორის და როდესაც ის ვირუსული პროცესი, რომ დიფერენცირება უფრო მარტივი იყოს მშობლისთვის. იცით რა არის, ეხლა ამ ეტაპზე უკვე მართლა მისცირებს ეგრეთ წოდებული გაციება, რომელსაც უკვე ყველა C-ტიპს მიაკუთვნებს და აღარ ვეძახით ამას უბრალოდ გაციებას. გაციების დროს ტემპერატურა როგორც წესი 37.5-37 ზემოთ არ მიდის. მოგეხსენებათ, რომ 0-დან 1 წლამდე ასაკში ეს უკვე ახალი გაიდლაინები შეიძლება საერთოდაც ნორმად ჩაითვალოს და თუ მას არ ახავს ამ კლინიკური სურათი, მშობელი შეიძლება დაიდგინოს კიდევაც და ჩართვალოს თერმორეგულაციის ცენტრის უმწიფრობის გამო შეიძლება მის პატარა შულს კონდეს ეს ტემპერატურა, ამიტომ მინდა და ხაზი გაუსვა, რომ ერთი დამატებითი სიმპტომიც თუ გაჩნდება, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს გაციება, ეგრეთ წოდებული თეგრიპი, რომელმაც შეიძლება მისცეს მერე სხვა გართულებები. თუმცა მკვეთრი განმასხვავებელი მაინც არის გამოხატული ტოქსიურობა ბევრად ნაკლები, იმიტომ რომ დანარჩენი სეზონური გრიპების და როგორც წეგან თქვი, ADB გრიპის უშუალოდ ტოქსიურობა არის ძალიან მაღალი ხარისხის. ამიტომაც მარტივი განსასხვავებელია მიმდინარეობის სიმძიმით, ადინამიით ბავშვის, ბავშვი ნაკლებად ადინამიურია, ჭამს, ხალისიანია, რა თქმა უნდა, აქვს ცოტა სურდოც, აქვს წამოხველებები, მაგრამ ეს მკვეთრად განსხვავებულია იგივე მაგალითად პარაგრიპისგან, რომელიც ასევე ამ სიმპტომებით მიდის. პარაგრიპს აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა, იმიტომ რომ ამის სეზონი მკვეთრად მოდის უკვე მარტის ბოლოდან იწყება და სადღაც მაისის შუა რიცხვებამდე განსაკუთრებით ესე მშობლებისთვის ესეთი ცნობილი
მოწყობილი სახელია კრუპი, მოგეხსენებათ, როცა ხორხის შეშუპება შეიძლება ამან მოიყოლოს და აი ეს ასეთი ტიპის გაცებას არასდროს არ ახლავს. კი შეიძლება ხმისტემბრით შეიცვალოს, ჩანადენი იყოს იქ და წამოხველებები ეგეთი ნახველიანი ხველის ხმისტემბრით, მაგრამ ეს არ არის გრიპისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, იგივე პარაგრიპისთვის ან თუნდაც ადაბე გრიპებისთვის დამახასიათებელი ლარინგიტი, რომელიც მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. თუმცა ეს სიმპტომები აუცილებლად დაუბრუნდებით ჩემს ალერგიას, მისთვისაც არის დამახასიათებელი და კიდევ ვიმეორებ, რომ რომარ აირიოს მშობელი, რომელიც მიჩვეულია, რომ მისი შვილი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, როცა სხვადასხვა ტიპის მცენარეები ყვავის სხვადასხვა დროს და საქართველოს მოგეხსენებათ ბუნებით გამორჩეულია და პრაქტიკულად სეზონის სულ არის რომელიღაც კონკრეტული მცენარის, შესაბამისად ეს რომ არ აირიოს თუ თქვენ შვილს კლასიკური პოლინოზის გარდა როგორც არის სურდო, ქავილი, თვალების შეწითლება, დაემატა თუნდაც ერთი სიმპტომი და ხმისტემბრით ძალიან მკვეთრად შეიცვალა, მყეფავი ხასიათის ყველა ჩასუნთქვის კაძნელებით წამოვიდა, არ აირიოს ეს ამბავი, ასე ვთქვათ, პარაგრიპში და აუცილებლად რომ მიმართონ პედიატრებს. აი ეს განმასხვავებელი სიმპტომები აქვს, ტოქსიურობა, ანუ მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათი განასხვავებს გრიპს ჩვეულებრივ გაცემს. დიახ, აი ხატია საკითხვა, დიახ ხატია. შოთა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემი დიდი სიყვარული ქალბატონ ლალის, რადგანაც ჩემი ერთადერთი შვილი ქალბატონი ლალის გაზრდილია, ჩვენი პედიატრია ოჯახის და ძალიან მიყვარს და აუცილებლად გესტუმრებით კაბინეტში. შოთა, ქალბატონ ლალი, ეხლა ზუსტად მაყურებელმა მოგწერა, როდესაც ლაქტაციის პროცესშია მშობელი და დედას აქვს სეზონური ალერგია, მე მგონი კვიპაროსის როგორც მომწერა. ანუ ზუზუთიკვება უნდა შეწყვიტოს, არის საშიშროება, რომ შულზეც გადავიდეს თუ ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მეძუძური დედა? პირველ რიგში ძალიან საინტერესო კითხვაა და ჯანმრთელობას უსურვებ პირველ რიგში კითხვის ავტორს, მაგრამ აქვე უნდა უპასუხო, რომ ზუზუთიკვება, მხოლოდ რამოდენიმე მძიმე დაავადება არსებობს და ალბათ ამაზე საუბრის საშუალება გვექნება სხვა დროს, ამის გარდა არც ერთი ჩვენება არ არსებობს, რომელიც წყვეტს ლაქტაციის პროცესს, გარდა ისეთი მედიკამენტებისა, რომელთა მძიმე გვერდით მომლებში პირდაპირ მითითებულია მეძუძური დედა, რაც შეეხება ალერგიას, რომ ზუზუთიკვების დროს იქ რაღაც განწყობა შეიქმნეს, განწყობა შეიძლება შეიქმნეს გენეტიკური ხასიათის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მაგალითად ბავშვთა ბრონქული ასთმის დროს ყოველთვის ჩავეკითხებით ხოლმე ანამნეზს, მაგრამ ეს ზუზუთიკვებასთან არაფერ კონტაქტში არ არის, ეს უფრო სხვა გენეტიკურ კოდში ჩადებული ამბავია, ამიტომ თამამად შეუძლია გააგრძელოს ზუზუთიკვება და ასევე რა თქმა უნდა ალბათ იმყოფება საკუთარ ალერგოლოგთან და თავის შვილის პედიატრთან კონტაქტში, იმიტომ რომ არის ასევე ანტიალერგიული საშუალებების შეზღუდვა, ყველა მათგანის გამოყენება ზუზუთიკვების დროს არ შეიძლება, მაგრამ არის დიდი ჯგუფი პრეპარატებისა, რომ არ იტანჯოს, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე პროცესია ალერგიული პროცესი, არსებობს მისთვის შესაბამისი ცხვირის წვეთიც, არსებობს ანტიჰისტამინური საშუალებები, ამიტომ მართოს ეს პროცესი, მოერიდოს იმ გარემოს თუ დადასტურებული აქვს ჩვენს დედიკოს კონკრეტულად რაზე შეიძლება მოდიოდეს მისი ალერგია, ყველაზე მძიმე ამბავი ადამიანებო არის ოთახის მტვრის ტკიპაზე, ზოგადად ოთახის მტვერზე ალერგიები, ეს ის მტვერი არ არის, რასაც თვალით ხედავ და დღეს ახლა 21 საუკუნეში ეს მტვერი არც გვაქვს, რა თქმა უნდა, სახში, ეს არის თვალით უხილავი ნაწილაკები და ამიტომ თუ მას არ აქვს ეს პრობლემა და კონკრეტულად რამე მცენარეს, რომელიმე გარემოს ან კვებით ალერგენს ეხება, რა თქმა უნდა, ზუზუთიკვების დროს, რომელიც ისედაც საკმაოდ სტრესული პროცესია, უპრიანია, რომ თუ ცნობილია მისთვის ეს ალერგენი, მაქსიმალურად ჩახსნას მასთან ურთიერთობა. კალკალი მინდა კითხოთ, ასევე ხშირად არის ხოლმე ეს ცრუგყრუპის გამწვავების პერიოდში მშობლები ყოველთვის ეშინიათ ხოლმე ბავშვის სტაციონარში მოთავსება. აი ესეთ situationში ყოველთვის 24 საათიან სტაციონარია საჭირო თუ დღის სტაციონარებით შესაძლებელია გამოყენებული იქნეს? აი ძალიან კარგი თემა იყო და ჩემთვის ძალიან ისეთი თემაა სენსიტიური, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წლებია ჩვენ მეგობრობთ ერთმანეთს ვისნობთ, გახსოვთ COVID მოცემულობიდან მოყოლებული, სულ ვამბობთ, რომ ნუ გადავტვირთავთ ჰოსპიტალურ სექტორს. აი უმორჩილესად ვთხოვ ასევე ჩემს კოლეგებს მინდა აქედან მიმართო, განსაკუთრებით რეგიონებში მაქვს ამის პრობლემა, რისთვის არსებობს მაშინ გადაუდებელი დეპარტამენტები, ხო? გადაუდებელ დეპარტამენტში მოხვედრილი ბავშვი, ეგრეთ წოდებული კრუპის შეტევით, როგორც ეძახის მშობელი, ანუ ცრუ კრუპით შედის, აუცილებელი არ არის მეგობრებო, კოლეგებო და მშობლებო, პაციენტი გადაყვანილი იქნა სტაციონარულ მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რა თქმა უნდა არ იხსნება შეტევა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ მედიცინაში არსებობს შემთხვევები, როცა შეიძლება
იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ სტომაც კი დაჭიროებია პაციენტს და ის გადადის ხელოვნურ სუნთქვაზე თუ ისეთი შევიწროებაა ხორხის მოგიხსენებათ პირველი გზა რომლიდანაც უნდა მოხვდეს ჰაერი და უნდა წავიდეს ქვედა სასუნთქში, ამიტომ ესეთ შემთხვევებისგან არც დაზღვეული ვართ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ მინიმალურია ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი შემხედრია პირადად მე და დაახლოებით ესეთი სტატისტიკაა ყველა ექიმთანაც, მაგრამ შუალედური რგოლი ხომ არსებობს. ამიტომ მე მაგალითად ჩემი კლინიკის მაგალითზე ვიტყვი, რომ ჩვენთან არ გვაქვს ეს პრობლემა, ეშინიას პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენმა მშობლებმა ზუსტად იციან, რომ დღის ობსერვაცია ეგრეთ წოდებული დღის სტაციონარი, სადაც არის ოქსიგენაციის საშუალება, სველი წესით, სადაც შეიძლება მარტივად მოიხსნას და 40 წუთიდან 2 საათის განმავლობაში დაყოვნებაში სრულად იქნეს, ასე ვთქვათ, ლიკვიდირებული ის მძიმე გამოვლენები, როგორც არის ჩასუნთქვის მკვეთრი გაძნელება, რომელიც მოსასმენად მშობლისთვის ძალიან რთული, რატო არ უნდა გამოვიყენოთ ეს გზა? მე პირიქით მშობლებს ვთხოვ, რომ მესმის, რომ გვიანი ღამე თუ აი არის ეგეთი რაღაცა, რომ ნუ აი ჰორმონის ამპულა გატეხე, ჩაასხი და ალევნე, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ თუ ეხა ეს მძიმე არ არის გამოიძახონ პირველ რიგში აუცილებლად სასწრაფო დახმარება და იმან გადაწყვიტოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შუალედური რგოლი დღის სტაციონარის პრინციპით და დიდ კლინიკებში ემერჯენსის პრინციპით ვალდებულიც არის და შესაძლებლობა აქვს იმის, რომ მოახდინოს ამის კუპირება და ეს ბავშვი უპრიანია, შოთა დაბრუნდეს სახლში, იმიტომ რომ იქ გააგრძელოს, იცით რომ ეს წესები მე მოვლის მარტივია, ეს არის ხშირი ოქსიგენაცია, ზედა სასუნთქის ესე ვთქვათ, განთავისუფლება, თუ ცხვირი გაჭედილი ამის გახსნა, იმიტომ რომ შეშუპებამ არ მოიმატოს და დღის სტაციონარის როლი გამოკვეთილად ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ აი ამ გაზაფხულის სეზონზე, სადაც ეს ერთჯერადი ესე ვთქვათ, დახმარება სრულად საკმარისი იქნება ამის მოსახსნელად. ძალიან კარგია, რომ ამის საშუალებით და ყველა სტაციონარს არ აქვს ხოლმე ეს დღის სტაციონარულ მომსახურება, ძალიან კარგია, რომ თქვენს კლინიკაში არის ამის საშუალება. პირობებიც კარგია, იქ რაღაცნაირად ხდება ამათი განცალკავება და ვცდილობთ მაქსიმალურად რომ არ მოხდეს შერევა ამის. უბრალოდ მე მშობლებს რა მინდა უთხრა ვისარგებლო მომენტით რომ ამბობენ რომ აი იქ მე ვირუსიან ბავშვებთან არ შერეონ. მინდა გითხრათ რომ თქვენ შულს 37.5 ექნება ტემპერატურა თუ სხვას დაუშვათ 38.5 ერთ სეზონზე ერთი და იგივე ვირუსები ცირკულირებს და ამიტომ იქ კიდე რამე ახლის დამატება გამოკვეთილად არ გულისხმობ ახლა ენტეროვირუსებს და ან ვირუსული ენტერიტით მიმდინარე ამას ისედაც არც ერთი კლინიკა და ჩვენ მით უმეტეს არ ვაკეთებთ. ამიტომ ყველას გირჩევთ რომ აი ეს მძიმე შეტევის ასე ვთქვათ სახში კუპირება მესმის ხოლმე მე ეს ცხელი ორთქლის აბაზანა და ერთგან კიდე მოვისმინე რომ დოგვი რომელიც კიდე უფრო მეტად ნუ რაღაც საოცრებებს ისმენ ხოლმე და დედების ჯგუფებს მინდა აქედან მიმართო რომ მათ ყველას მინიყავს და უმორჩილესად თხოვო რომ ყველგან ვართ ჩვენ ყველგან მკითხულობ თქვენ რაღაცებს და რაღაცა მაქსიმალურად გაიფილტროს კომენტარები რომ ისეთ კაბალურ რაღაც რჩევებს იძლევიან ხოლმე აი ამ სიტუაციაში რომ ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ექნება ამ გვერდების ადმინებს კარგია რომ სოციალურ ქსელში ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია კოვიდ მოცემულობამ და გახსოვთ მედგიდმა რამხელა როლი იმუშავა მაგრამ ეგ სულ პროფესიონალები ვიყავით ყველანი და ყველა რჩევა იყო გაფილტრული ასე ვთქვათ და ამიტომ კრუპი არ მართოთ მეზობლებისა და სადღაც საკითხულების მიხედვით უპრიანია რომ ჩართოთ პედიატრ. აი ქალტალი ახლა დიდი დრო არ დაგვრჩენა და ამიტომ აი ალერგიასაც რო შევეხოთ ასე ვთქვა და ეს რინორია და ალერგიული ფონი როდესაც არის და ხანდახან ახალგაზრდა მშობლებს უჭირს დიფერენცირება, შეიძლება ეს ვირუსშიც აერიოთ, ეს ალერგიული ფონი, აი როგორ დავეხმაროთ ამ კუთხით ჩვენს დასახლებას. იცით რა, პირველ რიგში მაინც ესია, რომ პირველი რაც განთავისუფლდეს უნდა, ეს არის ზედასასუნთქი გზა, ეს არის ცხვირი. ცხვირის სწორი მოვლა დაწყება ეხა ზღვის ან ოკეანის წყლებით, რომელიც რა თქმა უნდა ქარხნულად არის დამუშავებული, ეს ძალიან მოდურია და სწორია, იმიტომ რომ პირველად დახმარებათ მაშინვე რომ ქსილომეტაზოლინს არ მიახტე რომელიმე, უპრიანია რომ ესე გავაკეთოთ. თუ ამ ფონზე კიდევ ვიმეორებ არ მოიხსნა, ასე ვთქვათ, დამზოგველი ქსილომეტაზოლინით რომელიმეთი არ იხსნება, ხმის ტემბრი მკვეთრად იცვლება, ყველა მყეფავი ხდება და გამონადენი თვალიდან ჩვეულებრივი ცრემლი კი არ არის, უკვე არის ბაქტერიული ხასიათის ისევ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ეს უკვე არ ჯდება პოლინოზის კლინიკაში. თან ეხა 0-დან 1 წლამდე პოლინოზი ძალიან იშვიათია ამაშიც დამეთანხმებით. მოზრდილ ბავშვთან ის თავისთავად კლინიკურ სურათსაც გიყვება და ანუ უფრო ადვილი გასარჩევია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ამ ასაკს 0-დან 1-ან მაქსიმუმ 2 წლამდე ასაკში, როგორც წესი ალერგიული პოლინოზები ესეთი მძიმე შეტევებით არ გამოირჩევა და პირველი, რასაც უნდა დაუკვირდე, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სურდო უკვე და ამ შემთხვევაში რომ მიმართოთ აუცილებლად
პრობლემს. მე ვთვლი, რომ პირველივე ეტაპზე ალერგოლოგის ჩართვა აუცილებლად ჩართავს თქვენი პედიატრი ამას ისედაც სულ ვეუბნები ამას, იმიტომ რომ შესაძლებელია იმის გამო კი არა, რომ ჩემი კოლეგების რაღაცა როლი უფრო ნაკლებია, არა, პირიქით შესაძლებელია თქვენ შულს გქონდეს ვირუსული ინფექცია და თქვენ არ მოახდინოთ დამატებით ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ შექმნათ იმ კლინიკებში, სადაც მხოლოდ აი ამ ალერგიული პრობლემებით, ამ გამწვავებული ალერგიული ამბებით მიდიხართ, იქ სივრცე ძალიან დაკავებული ადამიანებით, რომელსაც არ აქვთ ეს ინფექციები და მე მაინც გონია, რომ პირველადი რგოლი სწორად გამოიყენოთ თქვენი პედიატრის და უკვე აი იქ ის დაალაგებს, უნდა გადაამისამართოს თუ უნდა დატოვოს. ამიტომ ალერგია 21 საუკუნის დაავადებაა, 300 მილიონზე მეტი ალერგენი არსებობს და ჩვენ მაქსიმუმ 300-350-ის დადგენა შეგვიძლია. ამიტომ ეს ჩივილები მკვეთრად გამორჩეული არის, თუ მას არ ემატება ცხელება, მკვეთრი ადინამია, არ ახლავს ფაღარათი და ბავშვი არ არის მკვეთრად ადინამიური, არ კარგავს სითხეს და კვებაზე არ ამბობს უარს. დიახ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ქალწალი, უბრალოდ აი კითხვა იყო ჩვენი მაყურებლის, რომ აი ომეგა-3 ამ სეზონზე ჩავთოთ თუ არ ჩავთოთ. იცით რა არის, კვებითი დანამატების პრობლემა ძალიან სადაო თემაა. მე ვარ იმ ნაწილში, რომ მე არც ერთ მშობელს თვით ამ გადაწყვეტილებებს არ უგზავნავ, იმიტომ რომ ისინი ძალიან მაღალი დონის ფარმაცევტულ ქარხნებში მზადდება და უსაფრთხოების ხარისხიც გარანტირებული აქვს, მაგრამ თუ თქვენი შვილი არის აბსოლუტურად ჩამრთელი, მოიხმარს კარგად ზღვის პროდუქტებს, მიირთმევს თევზს, საშუალების შემთხვევაში მიირთმევს ხიზილალას, არის წონით ძალიან კარგი აქტიური ფსიქომოტორული სფეროს განვითარება, ამას უნდა გაუსვა ხაზი აქვს ნორმაში, იმიტომ რომ ეხა არის ეს ნაწილი მეცნიერებაში, რომ იქ სადაც არის ფსიქომოტორული სფეროს ეტაპების დაყოვნება, ომეგა-6 მაგალითად ძალიან კარგად მუშაობს, ამიტომ კომბინირებულ ომეგებში ეს შედის. ამ შემთხვევაში ისევ მაინც უპრიანია, რომ პედიატრის, ნევროლოგის, ფსიქოთერაპევტებსაც მოწონთ ამ ბოლო დროს ეს ამბავი. ნუ რა თქმა უნდა, გაცნობიერებულად თუ იყენებთ კი ბატონო, მაგრამ ესეთი პირდაპირი მიმართვით, რომ მე გირჩევდეთ, რომ ჩართოთ აუცილებლად, არა, ჩემი საყვარელი რჩევა ეს არის, რომ D-ვიტამინი, რომელიც 2 წლამდე აუცილებელია და ეხლა თქვენ როგორც ენდოკრინოლოგი დამეთანხმებით ახალ გაიდლაინებში 5 წლამდე გახდა მისი მიცემა და სტრესულია ჰორმონია და მაინც იკარგება ნებისმიერ სტრესზე, რაც გინდა კარგად და აქტიურად და სწორად ცხოვრობდეთ. ამიტომ ერთადერთი რჩევა, რასაც ვიძლევით ამამად, ეს არის D-ვიტამინის პროფილაქტიკური. დიდი მადლობა ქალბატონალი. ჩვენ მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ჩვენი სტუმარი იყო კლინიკა პირველის პედიატრი ქალბატონ ლალი ჯანაშია, რომელიც საუბრობდა სეზონურ გამოწვევებზე და იმ რჩევებზე, თუნდაც დღის სტაციონთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვიქცეთ მშობლები ესეთ წავე პერიოდში. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ჩვენი გადაცემის და რუბრიკის ნახვა, შეგიძლიათ რა თქმა უნდა Facebook ვებზე გვიყუროთ ან გადაახვიოთ. მე ერთი კვირით დაგემშვიდობები და გისურვებთ ჯანმრთელობას. მადლობა ყველას. შოთა ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალის, მართლაც აურაცხელი SMS-ები მომდის და ფიზიკურად დროის სიმცირის გამო ვეღარ ვსვამ კითხვებს. ერთი კიდევ ვიმახსოვრე, რომ კვიპაროსის და ამბროზიის ალერგია არსებობს და იმ 350 მილიონს ჯერ ვერ აუყვები, მაგრამ ორი ვიცი ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა შოთას, მადლობა ქალბატონ ლალის. დილის ლაივის ეთერში ახლა რუბრიკა სარჩევის დრო დადგა. არა საინტერესო თემა. ანა ზაკაშვილი წარმოგვიდგენს და საინტერესო დღეს რჩევებს მოგცემს ჩვენი ანა დილამშვიდობის მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. მე და ხატია ვსაუბრობდით ამაზე, რა თქმა უნდა, ეს არის თმის შეღება. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ყოფაში და მათ შორის პანდემიის პერიოდში ქალბატონებმა დაიწყეს თმის მოვლის პროცედურების ჩატარება სახლში და ეს ჩვევა რაღაცნაირად გადმოყვა და გამოგვიმუშავდა და შემდეგ უფრო აქტიურად და დღეს ძალიან დიდი ნაწილი ქალბატონების სწორედ სახლში იღებავს თმას. თუ ერთ ფერზე ვიღებავთ, მაშინ შესაძლებელია. კი ბატონო, და თუ ძირებს იღება, მაგ შემთხვევაშიც ალბათ შესაძლებელია სახლში შეღება. აქედან გამომდინარე, ალბათ ბევრ ქალბატონს ჰქონია ესეთი შემთხვევა, რომ თმა შეუღებავს, სასურველი ფერი ვერ მიუღია, ან კიდე იმდენად დაუზიანებია თმა, ეს სალონებშიც ხდება, თუ კი არაპროფესიონალთან ვართ მისულები და ნუ ეს გამოწვევები არსებობს ყოველთვის თმის შეღებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, რომ ძალიან საინტერესო კითხვები დაგვესვა და გაგვეცა ამ კითხვებისთვის პასუხი, ვეწვიეთ შვარცკოფის ქართულ წარმომადგენლობას საქართველოში და მათმა კვალიფიციურმა ტრენერებმა მოგცეს ძალიან საინტერესო რჩევები თმის შეღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილავთ სიუჟეტს და ამ სიუჟეტში ბევრ საინტერესო კითხვაზე მოვისმენთ საინტერესო პასუხებს, თუმცა მანამდე ჩვენც წავიჭორაოთ, ასე რომ ვთქვათ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საღებავის თმის შეღებამდე საღებავის სწორად შერჩევა. და რას გულისხმობთ
სწორად შერჩევაში ვგულისხმობთ მაგალითად რას უნდა შეიცავდეს ან არ უნდა შეიცავდეს საღებავი იმისთვის რომ როგორც ჩვენი ჯანმრთელობა ასევე ჩვენი თმის ჯანმრთელობა იყოს დაცული. გარდა ამისა ჩვენ ვიცით რომ ამიაკი არის ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ საშიში ნივთიერება ასე ვიცოდით ყოველ შემთხვევაში აქამდე თუმცა არც ისე საშიში აღმოჩენილა სინამდვილეში თუ კი მაგალითად კონკრეტულად ამ ნივთიერებაზე არ აქვს ქალბატონს რომელიც თმას იღებავს ალერგია და რკინის შემცველობა გაცილებით უფრო საშიში ყოფილა როგორც მე მითხრეს სიუჟეტის მომზადების დროს და ძალიან ბევრი ფაქტორი არის მაგალითად გქონია ესეთი დისკომფორტი როცა თმის შეღებვის დროს სახის და თმის კონტურზე ან კიდევ ყურებზე ჩაგკიდებია ესე ვთქვათ ლაქების აღებავის და შენ ძალიან პატარა ხარ და ჩემს ბავშვობაში იცი რა იყო მაგის მოსაცილებლად ყველა ფერფლი სხვათა შორის მეც გამიგია დედა ჩემისგან კი გამიგია კი თუმცა თუ სანამ ფერფლამდე მივალთ მანამდე მე გეტყვი რომ რაიმე ცხიმიანი კრემი უმჯობესია მაგალითად ვაზელინი რო არ არსებობდეს და არ მეწეოდეთ ეს ყველაზე კარგია ვაზელინი შეგვიძლია რომ ამ კონტურებზე წავისვათ და აღარ მოგვეკიდება ასე რომ თქვით მის შეღება თუ კი ვერ ვერკვევით სწორად საღებავების შერჩევაში და ასევე არ ვიცით შეღებვის სწორი ტექნოლოგია მეტად სარისკო საქმეა ალბათ ყველა ქალბატონს ქონია შემთხვევა როდესაც მას შეუღებავს და სასურველი ფერი არ მიუღია თმა ზედმეტად დაუზიანებია. სწორედ იმისთვის რომ მოგცეთ საიმედო და სანდო რეკომენდაციები თმის შეღებვასთან და შეღებილი თმის მოვლასთან დაკავშირებით, ვეწვიეთ მსოფლიო ბრენდის შვარცკოფის ქართულ წარმომადგენლობას ოფისში და მათ კვალიფიციურ ტრენერებთან მოგცემთ ძალიან საინტერესო რჩევებს. ლიზა და დავითი არიან ჩვენი დღევანდელი მასპინძლები და მოგცემენ ძალიან საინტერესო რჩევებს საღებავის შერჩევასთან და თმის შეღებვასთან დაკავშირებით. მოდი პირველ კითხვას ლიზას დავუსვამ და დავიწყოთ იმასთან დაკავშირებით საუბარი თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად საღებავი. საღებავის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პრობლემა აქვს კონკრეტულად მომხმარებელს. ეს არის ჭაღარა თმა, სხვადასხვა ფერის ტონალობები თუ ასე შემდეგ. თუმცა ერთპიროვნულად და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რას შეიცავს საღებავი და რას არ უნდა შეიცავდეს არც ერთ შემთხვევაში იმისთვის, რომ საღებავი იყოს გამოყენების შემდეგ ზუსტად ის შედეგით, რა შედეგით სურს მომხმარებელს. პირველ რიგში საღებავი უნდა იყოს სუფთა და სუფთაში ვგულისხმობთ იმას, რომ არ უნდა იყოს დატვირთული სხვადასხვა ნივთიერებებით, ინგრედიენტებით. მაგალითად, რომელი ნივთიერება არ უნდა შეიცავდეს საღებავი, იმიტომ რომ მე მაგალითად მსმენია რომ ამიაკის გარეშე საღებავი არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის და თმისთვის უსაფრთხო. ეს მითია თუ რეალობა? ეს მითია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამიაკს აქვს ერთ-ერთი და ერთადერთი ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვანი თვისება, ეს არის თმის 100%-ით გახსნა, რომ შეაღწიოს ყველა პიგმენტმა თმაში, ეს პიგმენტები, რომლებიც დატანილია საღებავის ყუთზე, თუმცა ის ნივთიერება, რომელიც რეალურად ფაქტიურად არც კი უნდა იყოს თმის პროფესიონალურ საღებავში იმისთვის, რომ თმა იყოს ჯანსაღი, ეს გახლავთ რკინა. რკინას, როდესაც შეიცავს საღებავი, იწვევს პიგმენტის დაგროვებას, შემდეგ რთულია მისი გაღიავება, მისი სხვა ფერზე გადასვლა და იწყება თმის სხვადასხვა ტიპის დაზიანება. საუბრობთ შვარცკოფზე და მინდა გითხრათ იმ ბრენდების შესახებ, რომლებიც შვარცკოფის ბრენდის ქვეშ არიან გაერთიანებულები და იგორა, ხო? კი ბატონო, იგორა როიალი, რომელიც გახლავთ ფაქტიურად ბესტსელერი თმის ღების ისტორიაში, მას აქვს ბევრი სხვადასხვა სპექტრის საღებავები, თუმცა გამოვყოფ რამოდენიმე მათგანს, ეს გახლავთ იგორა ზეროამი, რომელიც სრულიად ახალი როგორც შეფუთვით, ასევე შემადგენლობით გამოირჩევა, ეს 100% უამიაკო გახლავთ და ასევე მეორე უამიაკო საღებავი იგორა ვაიბრანსი. ეს ორივე მათგანი გახლავთ ამიაკის გარეშე და დავამატებ იმას, რომ მათში, რადგან არ არის ამიაკი, არ ნიშნავს იმას, რომ არ ღებავს ჭაღარას, მას შეუძლია რომ დაფაროს 100% ჭაღარა, ხოლო იგორა ვაიბრანს 70% შეუძლია რომ დაფაროს ჭაღარა თმა. დავით, საკმაოდ გავრცელებული არის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხმძიმე ქალბატონებისთვის თმის შეღებვა ამიაკიანი საღებავით არ შეიძლება. იმითია თუ რეალობა და რას ურჩევდით ჩვენს ტელემაყურებლებს? იცით რა არის, ამ შემთხვევაში სპეციალისტი, ექიმს გულისხმობ, რა თქმა უნდა, თუ კი მიცემს კონკრეტულ მითითებას, რომ უამიაკო უნდა იყოს საღებავი, რა თქმა უნდა, დავემორჩილოთ ექიმის, ესე რომ ვთქვათ, რჩევა დარიგებას. მაგრამ კონკრეტულად ამიაკიანი თუ უამიაკო იქნება საღებავი, ეს არანაირ დიდ როლს არ თამაშობს შეღების დროს ორსულებში. თუ კონკრეტულად პრობლემატურია თვითონ პაციენტი, თუ აქვს მაგალითად ბრონხიალური ასთმა, ან უბრალოდ ალერგია აქვს კონკრეტულად ამიაკზე, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვარჩიოთ. ძალიან დიდ დაბნევას იწვევს ქალბატონებში საღებავზე განთავსებული ციფრები და რას ნიშნავს ეს ციფრები, რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს და ამ ციფრების მიხედვით მათი თმისთვის შესაბამისად როგორ უნდა შეერჩიონ საღებავი? კი ბატონო, ძალიან მარტივი არის ამის გაშიფრვა, ესე რომ ვთქვათ.
პირველი ნომერი, როდესაც არის მოთავსებული ყუთზე, ანუ ამ შემთხვევაში 6, ხო? კი ბატონო, ანუ ეს იქნება პროფესიონალური საღებავი თუ არაპროფესიონალური საღებავი. ეს არის მაჩვენებელი თმის სიღრმის, ანუ რა ნიუანსისაა თვითონ ფერი. ანუ წაბლის ფერი იქნება თუ დაუშვათ ღია მინდგი. ეს ფერებისაც შეგვიძლია რომ ვნახოთ. ეს ზოგადად პროფესიონალურ საღებავს აქვს ესეთი სპეციალური მაჩვენებელი პალიტრაში. ეს არის დონეების განსაზღვრელი და ფერების აღწერი. დამატებითი ციფრები აღნიშნავს ნიუანსებს, ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში 65 ნიშნავს რომ არის ეს შოკოლადი ოქროსფერით, მაგრამ ეს არის კონკრეტულად იგორა როიალის შემთხვევაში. თუ დავუშვათ ვისაუბრებთ სხვა ბრენდზე, მაგალითად ინდოლა პროფესიონალზე, ამ შემთხვევაში დამატებითი ციფრები აბსოლუტურად სხვა რაღაცებს აღნიშნავს. ანუ ეს არის ინდივიდუალური. ლიზა, ძალიან დიდი ხანია მინდა თმის შეღება. მაინტერესებს აი ეს ფერი მომწონს ძალიან. მომიხდება თუ არა ეს ფერი და საერთოდ რა რჩევს მისცემდით მაყურებელს, როგორ უნდა შეარჩიონ თავიანთი კანის ფერის მიხედვით სწორად თმის ფერი? ეს ძალიან გავრცელებული შეკითხვა, როგორი ფერი მომიხდება და საერთოდ რომელია ჩემი თმის ფერი. ამისთვის არსებობს, ასე ვთქვათ, კონკრეტული და სპეციალური ფერის განტოლება, ესე ქვია, არაფერი მათემატიკური აქ არ ხდება, უბრალოდ დგება მომხმარებლის თვალის ფერის და კანის ფერის მიხედვით. მარტივად რომ აუხსნათ მომხმარებელს, როგორი ფერი უხდება მას და რომ არ წავიდეს სადმე სიტყვაზე კონსულტაციისთვის ან ზედმეტი დამატებითი სერვისისთვის, გაითვალისწინონ მომხმარებლებმა, რომ სახის კანის ფერი რა ფერის არის. მაქსიმალურად ეცადონ, რომ მისი საწინააღმდეგო იყოს თმის ფერი. მაგალითად, თუ თბილი კანის ფერი მაქვს, ვეცადოთ, რომ თმა იყოს შედარებით ცივ ტონალობაში. კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითად, გვაქვს ორი ერთი და იგივე ტიპის საღებავი მე-6 საფეხურის, რომელსაც პირველივე ციფრები აქვს ერთიანები. ეს ერთიანები ნიშნავს სანდრეს. სანდრე გახლავთ ცივი ინტენსიური ტონალობა. თუმცა ერთ შემთხვევაში გვაქვს ორიანი, მეორე შემთხვევაში გვაქვს 6-იანი. რას ნიშნავს ახლა ეს ციფრები? პირველი, როდესაც გვინდა რომ ჩვენი სანდრე არ იყოს ინტენსიური ცივი და გქონდეს ნეიტრალური ტონი, ვარჩევთ მეორე ციფრს, რომელსაც აქვს შოკოლადის ფერი. ხოლო თუ გვინდა რომ თვა იყოს მაქსიმალურად ცივ ტონალობაში, ისე რომ არც ჰგავდეს შეღებილს და მივიღოთ ძალიან ბუნებრივი ელფერი და გქონდეს მაგალითად გრაფიტის ფერი, ძალიან მოდაშია, ცივი ინტენსიური ტონალობა, ვარჩევთ მეორე ციფრს, როდესაც გვაქვს ცივი. რეალურად ციფრები, რომლებიც მდებარეობს საღებავის მარცხენა მხარეს, განსაზღვრავს ჩვენთვის სასურველ ფერს და ელფერს. მარჯვნივ მოცემული განსაზღვრავს სასურველი ფერის სიმუქეს. მხოლოდ თეორიული რომ არ იყოს ჩვენი საუბარი, ახლა ჩვენ გვყავს მოდელი, რომელსაც შევღებავთ და ზუსტად ის რაზეც ახლა ველაპარაკეთ, თუნდაც სახის ფორმა, თვალის ფერი და ასე შემდეგ, შეგვიძლია რომ მის მაგალითზე ვაჩვენოთ მაყურებელს, როგორ უნდა შეარჩიონ სწორად თმის ფერი. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ უამიაკო საღებავს, იმიტომ რომ მომხმარებელს არ სურს შეიცვალოს ნატურალური თმის ელფერი და გსურს რომ გავათანაბროთ ის სიჭრელე, რაც გვაქვს სიგრძეზე. თანაც გაღიავებული ბლიკები გვაქვს და ამ დროს აუცილებლად ვიყენებთ უამიაკო საღებავს იმისთვის, რომ არ მოხდეს თმის კიდევ მეტად დატვირთვა. მაგრამ ასევე შესაძლებელია ამიაკიანის გამოყენებაც, მაგალითად. ამიაკიანი საღებავი, რომელზეც ვისაუბრეთ და დავამატებ მხოლოდ იმ საკითხს, რომ მომხმარებელს ვისაც გონია, ესე ვიტყვი, რომ ამიაკი იწვევს ალერგიებს, ეს არის მცდარი. რეალურად საღებავებში არსებობს ესეთი ნივთიერება პარაფენილდიამინი, რომელიც იწვევს სხვადასხვა შემთხვევებში ალერგიას. ამიაკის ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ გახსნას თმა და პიგმენტებს, რომელზეც ვსაუბრობდით, მისცეს შესაძლებლობა, რომ იმოქმედოს და შეუცვალოს თმას ფერი. მნიშვნელოვანია, როგორ მოვამზადებთ შეღებამდე თმას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დავუბანოთ მომხმარებელს თმა და შემდეგ ჩავატაროთ პროცედურა. მით უმეტეს, როდესაც გვაქვს ძალიან ბევრი პროდუქტი გამოყენებული, სხვადასხვა სახეობის, ეს გახლავთ როგორც თმის ფიქსაციის სპრეები, ასევე კიდევ გეტყვით, რომ ეს არის მუსი სხვადასხვა სახეობის, განსაკუთრებით ეს პროდუქტები არის მძიმე შეღების დროს, იმიტომ რომ შეიცავს აირს და აუცილებლად თმა უნდა გასუფთავდეს ზედმეტი ნარჩენი პროდუქტებისგან. მნიშვნელოვანია საღებავების შეზავების დროს სწორი ფორმულა და სწორი რაოდენობა. სწორედ ამიტომ ვიყენებთ საღებავისთვის სასწორს.
ბევრს უჩნდება ხოლმე შეკითხვა, რომ რა საჭიროა სასწორის გამოყენება, მაგრამ სასწორი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მნიშვნელოვანი არის სწორი ფეხსაცმლის შერჩევა. საღებავის რაოდენობის გამოყენებას არ აქვს სტანდარტი, არ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ აუცილებლად 20 მგ, აუცილებლად 10 მგ. ერთადერთი, რასაც რეკომენდაციის სახით გავცემთ, ჩვენ როგორც ტრენერები და როგორც ასევე პროფესიონალები, ვინც მუშაობთ თმასთან, ძირების შეღების შემთხვევაში, როდესაც გასული არის 1 თვე, გვჭირდება 45 მგ-დან 60 მგ-მდე საღებავის რაოდენობა. როდესაც უნდა შეურიოთ საღებავი და გამხსნელი ერთმანეთს. ის ნივთი, რომელიც გამოიყენება საღებავის შერევის დროს, არ უნდა იყოს მძიმე მეტალის, ამ შემთხვევაში რკინის. უნდა იყოს აუცილებლად ალუმინის, იმიტომ რომ ფოლგას ხშირად ვიყენებთ, ფოლგაც დაფარული არის ალუმინის ზედაპირით, სწორედ ამიტომ საღებავი და რკინა ერთმანეთთან არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ირღვევა ამ შემთხვევაში პიგმენტაცია და ირღვევა საღებავის მოქმედება. გამხსნელი და საღებავის შერევა ხდება ყოველთვის სანამ საღებავს დავატანთ რამოდენიმე წამით ადრე. იმიტომ რომ არ შეიძლება ამ პროდუქტის, უკვე გაზავებული პროდუქტის შენახვა ან რამოდენიმე ხნის შემდეგ დატანება. ზოგადად უამიაკო საღებავის მაქსიმალური გაჩერება თმაზე არის 20 წუთი. გაჩერების დრო არის დამოკიდებული თმის სიმუქიდან გამომდინარე, ანუ რა სიმუქის მიღებაც გვჭირდება. ეხლა ჩვენ გავაჩერეთ 20 წუთი მაქსიმალური დრო, ნახოთ რა შედეგი დავდეთ, დავბანთ მოდელს და შევაფასოთ ერთად. მომხმარებლების ძალიან დიდ კატეგორიას უყვარს ძალიან ცხელი ადუღებული წყლით თავის დაბანა. შესაძლებელია ეს ძალიან მოგწონდეს, მაგრამ ეს ძალიან აშრობს თმას და ასევე აშრობს პირველ რიგში კანს. ასევე ერთ ფაქტორს დავამატებთ და რჩევის სახით მივცემ მომხმარებლებს, ვისაც აქვს გრძელი და ულტრა გრძელი თმა, აუცილებლად, როდესაც დავიბანთ თავს თბილი ნეიტრალური წყლით, მხოლოდ სიგრძეზე, დაახლოებით ჩუიდან ბოლოებამდე გადავივლოთ ცივი წყალი, იმიტომ რომ მით უმეტეს, როდესაც გვაქვს შეღებილი ან გაღიავებული თმა, სიგრძეზე ის უკვე ხელოვნურია და ხელოვნურ თმას სჭირდება აუცილებლად ცივი წყალი, იმისთვის რომ თმას ჰქონდეს განსაკუთრებული ელასტიური ბზინვარება. ვფიქრობ, ძალიან ბუნებრივი გადასვლა ძირებიდან, აი ასე რომ. ხო, რაღაცით გათანაბრდა ტონით, ძალიან ბუნებრივი ფერი გამოვიდა საბოლოოდ. ნატურალური შოკოლადის ფერი. რაც ჩვენს მომხმარებელს უთოდა, ხო? ვფიქრობ, ძალიან ნატურალურია, რაც ყველაზე მეტად ტენდენციურია დღეს, ბუნებრივი ნატურალური ელფერები. ძალიან ხშირად მომხმარებლები უჩივიან ხოლმე საღებავს იმის გამო, რომ საღებავი ირეცხება ძალიან მალე. როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ ფერმა ძალიან დიდხან შეინარჩუნოს ფერი? ამისთვის აუცილებლად პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ შეღებილი თმის სერიის შამპუნი. თუ სხვა პროდუქტებს არ იყენებს მომხმარებელი, აუცილებელია რომ გამოვიყენოთ კონკრეტულად შამპუნი, იმისთვის რომ არ მოხდეს pH-ის ბალანსირების დარღვევა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენთვის სასურველი მიღებული ფერი. არსებობს როგორც BC Bonacure-ში შეღებილი თმის სერია, ასევე გვაქვს Fiber Clinics-ის სერიაში შეღებილი თმის სერია, რომელშიც ძალიან ბევრი სხვადასხვა პროდუქტი არსებობს, იმისთვის რომ მივიღოთ კოსმეტიკური პიგმენტის შენარჩუნების შესაძლებლობა და ერთი პროდუქტი მინდა რომ განსაკუთრებულად გამოვყო ნებისმიერი ტიპის თმისთვის არ აქვს მნიშვნელობა შეღებილია თუ შეუღებავი ძალიან ხშირად გვხვდებით ხოლმე დამუხტული ტიპის თმას მით უმეტეს გვჭირდება თან თერმოდაცვა თან დამუხტვის საწინააღმდეგო Hair and Body გახლავთ ის პროდუქტი რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ როგორც თმაზე ასევე სხეულზე დამუხტვის საწინააღმდეგოდ მორჩილებისთვის ასე ვთქვათ მეტი მაქვს საინტერესო იყო ჩვენი მაყურებლებისთვის ჩვენ მიერ გაცემული რჩევები და მინდა რომ ერთი ძალიან საინტერესო სიახლის შესახებაც ვისაუბროთ ბოლო ნაწილში კომპანია შვარცკოპს აქვს ესეთ ძალიან კარგი სოციალური კამპანია და ამ სოციალური კამპანიის შესახებ მინდა გკითხოთ. სოფლიოში 33 ქვეყანა საქართველოს მეოთხე სტარტაპს იწყებს ამ კონკრეტულ პროექტში Shaping Future. ეს არის სოციალური პროექტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ მსურველს, ვისაც გაქვთ შესაბამისი სტატუსი. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. შვარცკოპ პროფესიონალ ჯორჯია.
ძალიან საინტერესოდ ხსნიდნენ ტრენერები და არ შეიძლება არ აღინიშნოს როგორი საინტერესო იყო მართლა მათი გარკვეული ასე ვთქვათ რეკომენდაციებით მის შეღებასთან და მის მოვლასთან დაკავშირებით და ბოლოს ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ასევე ძალიან საინტერესო ინფორმაცია მათი სოციალური პროექტის შესახებ ვინც არის დაინტერესებული რა თქმა უნდა ამ საქმით სრულიად უფასოდ აძლევს ეს გლობალური ბრენდი პროფესიის შესწავლის საშუალებას და რა თქმა უნდა როგორც ლიზამ თქვა თავის სიტყვაში შეუძლიათ რომ მომხმარებლებმა და მსურველებმა ინფორმაცია ამ პროექტის და მონაწილეობის პირობების შესახებ მათ ოფიციალურ Facebook გვერდზე ნახონ კოფის ტრეინინგები და მათ გასწავლება ძალიან საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა ანა მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ რეკლამის მერე კი დავბრუნდებით გოგოლას სახლებით ასე რომ დაგვალავთ დროებით დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, ვინც გვიყურებდა და ვინც ახლა გადმორთეთ, მათ პირველად მოგესალმებით და დილამშვიდობისას გეტყვით, სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ, წარმატებულ დღეს გისურვებთ. სანამ გოგოლას სახლებს წარვადგენ, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ დღეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მიდის ახალ ციხეში, მანიფესტით. მეც დავყვები ჩემს მეგობრებს და ახალ ციხის მოსახლეობას ვთხოვ და მოვუწოდებ რომ მოვიდნენ დაესწრონ ჩვენს მანიფესტს და მოусმინოთ ერთმანეთს, გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს და გაუზიაროთ ჩვენი სიხარულები თუ გულის ტკივილი. ბაჭო, რომელ საათზეა შეხვედრა? 7 საათზე დაიწყება საღამოს ახალციხის ცენტრში მანიფესტი. თან ახალციხე ახლოს არის და ჩვენც ქალაქიდანაც კომფორტულად და გემრიელად გესტუმრებით. ბაჭო, კეთილი მგზავრობა უნდა გისურვო შენ და შენს არაჩვეულებრივ გუნდს და კოლეგებს, იმიტომ რომ ვიცი რომ არა მარტო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები არიან, ანუ სრულიად თქვენი კოლეგები ერთიანდებით და ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობიანი, ბედნიერი მგზავრობა და მოკითხვა ახალციხეს შემოსაყვარებლად. ჩვენ ესე იგი უნდა დაგემშვიდობოთ. დღეს დავისვენებთ და ხვალიდან შეუდგებით ესე იგი ისევ საქმიანობას, რომ შემდეგი შაბათი იყოს კიდევ უფრო საინტერესო. ჩემს ძვირფასებო, ბედნიერ კვირას გისურვებთ და გიტოვებთ გოგოლას რუბრიკას სახლები, რომელიც არაჩვეულებრივ უნიჭიერეს გოგონას მსახიობს და ჩვენს მეგობარს რუსკა მაყაშვილს ესტუმრა. დღევანდელი ჩემი მასპინძელი არის მსახიობი ტელეწამყვანი, ინფლუენსერი და ახლა უკვე იუთუბერი. აქვს უზომოდ დიდი ენერგია. არის ძალიან პოზიტიური. მოკლედ, ძალიან საყვარელი და კარგი გოგოა. რუსკა მაყაშვილი იქნება დღევანდელი ჩვენი რუბრიკის მასპინძელი. წავედით. გამარჯობა რუსკა! როარ მიხებდი კარს მეგონა რომ გადაგავიწყდა რომ უნდა მოსულიყავ. ჩემო საყვარელო, ბედნიერი ყო ჩემი ბედნიერი ზახში. გამიმაგროფონს. მობძანდი. ხარი როგორ ხარ? ახალ სახლში, ახალ გარემოში, ახალ უბანში. გადასარევია. იცი რა არის ესე მარტივი არ ყოფილა თურმე, მაგრამ ეს არა ქვია, ძალიან კარგად შემეგუა ახლა უკვე შეიძლება ასე. რამდენი ხანია რაც აქეთ მოხდი? იცი 4 თვეა უკვე აქ ვარ. 4 თვეა. კი. და ვართ გადასარევად. შვიდად წყნარი ხართ ამ სახლში. მე და ჩემი შვილები. შენ და შენი შვილები. მოყევი ხარ როგორია მარტო ცხოვრება? საინტერესო ძალიან. ყველაფერს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, რა თქმა უნდა. მაგრამ საინტერესოა ძალიან. რაღაც ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში და ვნახოთ აბა როგორ წავა რა, როგორ იქნება ეს ყველაფერი. რა ეტაპია აბა? გითხარ. მარტო ცალკე ცხოვრების. ეხა მითხარი, შენ ეს გამზადებული სახლი დახვდა? არა, ყველაფერი ნაწილობრივ და ბევრი რაღაცები მე უკვე შევმატე. ყველამ ვიცით რომ წამოხვედი ტელევიზიიდან. კი, ტელევიზიიდან წამოვედი. მიზეზი იყო ის, რომ ნუ ყველამ ვიცის ეს ეცია შეუთავსებლობა, მე ვთვლი რომ არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ, გაპროტესტება შეგიძლია ყველგან და ნუ როდესაც არ მომეც ამ ყველაფრის გაპროტესტების საშუალება და როდესაც არ ეთანხმები პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც ვთქვათ ის არხი აწვება თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი. ამ დროს ჯობია რომ ადგე და გაეცავო და ნუ ბევრი ფიქრის შემდეგ
ну, ფიქრი საჭირო იყო მაინც რა, ეხლა ვიღაცები იტყვიან რომ რა დროს ფიქრი იყო რაღაც, მაგრამ ამას რა თქმა უნდა გადავდებ გვერდზე, ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს, ვარჩიე რომ ჯობია ესე რა, მშვიდად წყნარად, ლამაზად, კარგად ადგე და გაეცალო და იმდენად გავეცალე ტელევიზიას, რომ საერთოდ ტელევიზიის გაგონებაც არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შენი სტუმარი ვარ. ხო, აი ამ მოკლე პერიოდში ძალიან შეიცვალა შენი ცხოვრება. ძალიან ხო, რაღაც რადიკალური. გინდა პირადში, გინდა სამსახურეობრივი თვალსაზრისით და მაინტერესებს აი ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში, აი როგორ ლაგდება, იმიტომ რომ ვიცი რომ ხარ თან პარალელურად ძალიან გადატვირთული, ბევრი საქმე და თეატრში ხარ, იქ რაღაცა YouTube-ი YouTube-ზე წავედი, YouTube-ზე მივდივარ. თუ უკვე წახვედი. იცი რა არის, აი ხა ცოტა დარჩა ძალიან, ერთი გადაცემა უკვე დავიწყე, ბაზართან ერთად, სხვათა შორის პარტნიორები არიან, TV პირველი, და ამიტომ ეს თამამად ვამბობ, ბაზართან ერთად ერთი გადაცემა გაკეთდა რა ბაზარია ქვია, სადაც მაქვს აბსოლუტური თავისუფლება ვარ მშვიდად წყნარად და ძალიან მომწონს და კიდე ცალკე კეთდება, აი ხა YouTube არხი, სადაც უკვე მე და დანიკო დავჯდებით ახალი გადაცემით, ძალიან საინტერესო და იმედი მაქვს რომ YouTube-ის მაყურებელიც რაღაცნაირად დაინტერესდება ამ ყველაფრით. და თუ არ დაინტერესდება არა უშავს. რა ბაზარია? რა ბაზარია და ეგ ბაზარი, აი ზუსტად რა, აი რა ბაზარია ეგ ბაზარი. რა ბაზარია? ხო და აი ეგ ბაზარია ზუსტად რა, ხო რაღაც ბევრი ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება ჩემ ცხოვრებაში და ლაგდება გადასარევად. ყველაფერი რაღაც ფაზლივით, ყველაფერი ესე თითქოს ეწყობა რა და ეგ მაგრა ასწორებს. მე მაინტერესებს სახში როგორია რუსკა მაყაშვილი. მინდა რომ ჩვენ მაყურებელს სხვა კუთხით დაინახოს. ხო, რუსკა მაყაშვილი სახში როგორია? ეხლა რუსკა დგება დილის 7 საათზე, ხანდახან 7-ის ნახევარზე. ბავშვების გამო, ხო, რაც საოცრად ტანჯავს, მაგრამ რას ვიზამთ, მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი ვართ, მშობლები ზოგადად ესე. მამზადებს სკოლისთვის და ბაღისთვის, მე ბრძანდებიან სკოლა-ბაღში. მე რა საქმეებიც მაქვს, თქვათ, რეპეტიცია, გადაღება რაღაცები. ვცდილობ რომ ეს ყველაფერი იმ დღეებში, როდესაც ილია და კატო ჩემთან არიან, კვირის დღეებში მოვასწრო ეს ყველაფერი დღის განმავლობაში. მე მოდიან უკვე სახლში და მე უკვე მივდივარ თან სტუმრად, თან აგერეზოში ჩადიან, თამაშობენ. მოკლედ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს ყველას, მეც და ილიასაც და კატოსაც, მოკლედ ყველაფერი დალაგებული. ახლა გითხარი, რაღაც ფაზლივით არის ყველაფერი აწყობილი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესე გაგრძელდება ყველაფერი. და მე მაინტერესებს სახში რა ფუნქციები გვაქვს, ალაგებ, რეცხავ, აუთავებ, საჭმელს თუ უმზადებ ბავშვებს და საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, საჭმელს უმზადებ ბავშვებს და საკუთარ თავს, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეს ყველაფერი. სიმართლე გინდა? ხო, არაფერს არ მოკეთებ. არაფერს არ აკეთებ, აბა ვინ გილაგებს? ვინ გაჭმევს? დახმარე ადამიანი. რა ვქნა, არ ვარ ეს მე ოჯახი ადამიანი, იმ კუთხით რომ საჭმელს კეთება ვიცი, მაგრამ არ შემიძლია, არ მიყვარს. მაგრამ ვაკეთებ. ანუ ვის უყვარს სახლის აი მითხარით ადამიანი გამოდით და თქვით ვის გიყვარს სახლის დალაგება? გიყვარს სახლის დალაგება? გიყვარს სახლის დალაგება? რაღა ვქნა. წყნარდებებში. სახლს რო ალაგებ? ну ესე იგი არსებობთ ისეთი ადამიანები, ვინც მე პირიქით თუ დავხსები, გული მისკდება, ბრაზდები, თავში მინდა რაღაც ჩავირტყა, მე ძირს დავეცე, ვიგორაო, მე კიდე რაღაცებს ურტყა თავი და ისე დავასრულო. ამიტომ ყავს ფანტასტიკური ადამიანი, რომელიც მეხმარება ამ ყველაფერში. ძალიან კარგი. თუმცა, როდესაც ილია და კატო პატარები იყვნენ, ძიძა არ მყოლია და ილიას და კატოს რაც შეეხებოდა, მე და სანდრო ვაკეთებდით ყველაფერს ერთად. არც ერთი წამი ძიძა არ დამეხმარებია. ანუ ამ საკითხში შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შვილები ჩვენ გავზარდეთ თავიდან ბოლომდე. ზუსტ მაყაშვილი თუ არის სულ ხასიათზე როდეს მეტყვი. სულ მგონია რომ სულ ეს ხასიათი. გამარჯობა. ენერგიული და არც ქცალია ზედმეტ ფიქრებისთვის რაღაცნაირად და რაღაცა ბრაზი არავისი არ მოგზა, მას მგონია რომ ძალიან ისე უყურებ ყველაფერს. იცი რა არის? მე ხო, ადვილად და მარტივად უყურებ თითქმის ყველაფერს აბსოლუტურად. ზოგადად ვთვლი რომ თუ რაღაცებს მარტივად არ მივუტეკი, აზრი არ აქვს, მაგრამ ესეთი ხასიათი მაქვს, რომ არასოდეს არ მიყვარს თავზე მოხვევა ჩემი მეგობრებისთვის, იგივე მით უმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს, ახლა შენ ცუდად ხარ თუ კარგად ხარ, თავზე მოხვევა, რომ ვაიმე ცუდად ვარ. როდესაც ვარ ძალიან ცუდად, არ მიყვარს ამაზე, არც მეგობართან საუბარი, არც მით უმეტეს თქვა მეორე ნახევართან, ან არ მიყვარს და შესაბამისად სხვა ადამიანებთან მირჩევნია, რომ ვიყო მხიარული, ბედნიერი, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. სინამდვილეში პრობლემების მოსმენა თუ გიყვარს. რა თქმა უნდა, დოზირებულად, ადრე უფრო მიყვარდა, ეხლა მივხვდი რომ ნერვები აღარ მაქვს, არც ხვისი პრობლემების მოსმენის. მე რაღაცა ის მჭირს რა,
ყოველთვის მიყვარს რომ მე თვითონ მოვაგვარო ყველაფერი რაღაცნაირად. აი მე თვითონ გადავჭრე პრობლემას. მე თვითონ გავაკეთებ ამას. მე ანუ ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემ თავზე ავიღო ყველანაირი პასუხისმგებლობა რა. რუსკა არ იღლება არასდროს, არადა როგორ არ იღლება. და სულ ესეთი იყო. კი. კი და განსაკუთრებულ ბოლო პერიოდებში გავხდი ის რომ აი არავის არ ვაჩვენებ რომ დავიღალე. არავის არ ვაჩვენებ რომ მე სუსტი ვარ, ან არ ვარ სუსტი, რაღაცა მე ძლიერი ვარ, მე ყველაფერი შემილია, მე ყველაფერი გამომდის და რაღაც დროს ხვდები რომ არაფერიც აღარ გამოგდის. და რაღაც დროს ხვდები რომ ხანდახან საჭირო რომ დაწვე და ვიღაცა გადაკისვას თავზე ხელი და გითხრას რომ კითხოს დაიღალე რუსკა და შენ უთხრა რომ კი არ დავიღალე ეს მაგრამ თუ უთხრა რომ კი დავიღალე და ამაში ცუდი არაფერი არ არის. აი რაღაც ბოლო დროს მივხვდი რომ ეგ შეიძლება და არავინ არ ამიკრძალა მაგის გაკეთება. რუს, მოდი ახლა სახელს დავუბრუნდეთ და მაინტერესებს თუ გიყვარს, აი თქვა სამზარეულოს აქსესუარების შეძენა, სახლის რაღაცეების შეძენა. სახლის რაღაცეების შეძენა ძალიან მიყვარს და მოწყობაც ძალიან მიყვარს. ეხლა კიდე პროცესში ვარ. იცი რა არის? დავამატე რაღაცები ხალიჩა, ეს პუფი დავამატე, რეპროდუქციები დავამატე, ნახატი დავამატე, რა ვიცი, აი ფარდები, აქ მაგალითად ეს არისო ეს დავამატე, ანუ რა ვიცი, რაღაცები შევცვალე, გადავაადგილე. ეს კიდე არ არის ახლა დასრულებული ყველაფერი, ნელ-ნელა კიდე პროცესში რაღაცები ჩამოდის, რაღაცები შეკვეთილი არის, კიდე ახალი ნახატები დაემატება ძალიან ლამაზი და მოკლედ ასე რა, ნელ-ნელა მიმყავს იქამდე, როგორც მინდა რომ იყოს რა. მაგალითად აქ ვფიქრობ, რომ კუნძული დაიდგას, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ადგილი მეაქვს რა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა პარტია მაინც სხვანაირად იყო აქ ყველაფერი განლაგებული, მე რა თქმა უნდა შევუცვალე, გადმოვაკეთე ყველაფერი. სახში კომფორტს რა გიქმნის? ხალიჩა. მართლა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ხალიჩა და უნდა იყოს აუცილებლად ტორშერები. ანუ ტორშერების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. რაც მეტი ტორშერი მაქვს, მით უფრო ბედნიერი ვარ. ანუ განათებული სახლები. არა, განათებული სახლი არ მიყვარს, მაგრამ აი მაგალითად ჩაბნერებულ სახლში მიყვარს, რომ მაგალითად ორი ტორშერი ერთოს მარტო. ან აქეთკენ ერთოს რაღაცა, ან აი მთლიანად არ მიყვარს განათლება. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს სინათლე და შუქი ძალიან. აი, როდესაც სიმყუდროვეს მაძლევს ტორშერი, სიბნელეში ტორშერი. ეს ვისი ნახატებია? ეს არის სოფია ლინდის რეპროდუქციები, არის ჩემი საყვარელი მხატვარი, ერთ-ერთი. მე მაქვს საერთოდ ეხა აქ რა თქმა უნდა არ არის წარმოდგენილი მთელი ჩემი კოლექცია, რაც მაქვს. მაგრამ ეხლა საწყობშია და მალე მომბრძანდებიან ჩემთან ჩემი არაჩვეულებრივი რეპროდუქციები და არა მარტო ბევრი ნახატები მაქვს ძალიან რასაც ვაგროვებს, აი რა მიყვარს გადაკიდება და გადმოკიდება. აი რა შემიძლია ვაკეთო. მაინტერესებს შენი საყვარელი ადგილი ამ სახლში. აი ეს ადგილი არის ჩემი საყვარელი ადგილი. ესეც ნახე რა ფანტასტიკური ადგილია, წამოხვალთ? აი ეს. ეხლა აქაურობაც ეწყობა. ეს რაღაცა ვერანდა. ეს არის ცალკე სტადიონი. მობრძანეთ ჩემ სტადიონზე. აქ ძირითადად მე კატო და ილია დავდივართ ხოლმე. აუ რა კაია. და კიდე ძალიან მომწონს ის რომ აი აქ ხელის გულზე მაქვს ეზო რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ ბავშვები ეზოს გარეშე არ შეიძლება. ეხა მითხარი როგორი დედა ხარ? მე მგონია რომ ძალიან კარგი დედა ვარ. რაში გამოიხატება შენი სიკარგე? არ ნიშნავს კარგი დედობა მარტო იმას, რომ ბავშვებთან ხარ მთელი დღე. არ საერთოდ არც ერთი წამი არ ნიშნავს მაგას. მიუხედავად იმასა, რომ ყველაზე დიდ დროს ჩემ შვილებთან ვატარებ. შეიძლება საერთოდ არ ატარებდე. ეს გასამართლებლად ვამბობ იმ ქალებისთვის, იმ დედებისთვის, ვინც მთელი დღეები თავის შვილებთან ერთად არიან. შეიძლება 5 წუთი იყოს შენ შვილთან, მაგრამ ისეთი ნაყოფიერი იყოს ეს 5 წუთი, ისეთი მნიშვნელოვანი იყოს ეს 5 წუთი მისთვის, რომ არაფერში აღარ ეწეროს შენი მთელი დღე ბავშვთან ყოფნა. რა ვიცი, ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ თითქმის. გაჩენის დღიდან ორივე ჩემთან ერთად არიან, სანდროსთან ერთად არიან, ყველგან დაგვყავდა, ყველგან ანუ საერთოდ არც ერთი წამი რაღაც ანუ იცი რას ვამბობ ყოველთვის, აი ყოველთვის უნდა იფიქრო ბავშვის კომფორტზე და არა შენ კომფორტზე რა. და მე მგონია რომ ბავშვების კომფორტზე ვფიქრობ ყოველთვის რა. ჩემი შვილის კომფორტზე, აი შეიცნოს, გაიცნოს, ნახოს, მოკიდოს ხელი, გააკეთოს, დაისვაროს. იმ დღეს რაღაც ქუჩაში მითხრა რაღაც ქალმა შენიშნა რომ ვაიმე დაისვრებაო და გავრეცხავთ ქალბატონო მე ვუთხარი. თამარაც ესე ფიქრობდა თქვენს იცი რამდენად ფიქრობდა არ ვიცი იმიტომ რომ თამარა ძალიან მკაცრი იყო მე ეგეთი მკაცრი ჩემს შვილებთან როგორი დედა თამრიკო ძალიან მკაცრი იყო აი ძალიან და ბართი რამე არ გამეკეთებინა ისე როგორც მას უნდოდა თუმცა მართლა გულახდილად მადლიერი ვარ მისი ძალიან ბევრ ამბეში აი ძალიან ბევრ ამბეში ძალიან რთულია ძალიან დიდი ტვინის ბურღვაა მოდი ვაღიაროთ ყველამ მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც რა ხო და მაინც მგონია რომ მათ
უნდა ვუსმინოთ და არა მათ უნდა გვისმინონ ჩვენ. მაგრამ ის რაღაცეები, ხო იცი რა, ეხლა თუ არ უნდა გამარჯვების თქმა არ თქვას და იცავი მისი უფლებები და რაღაცეები რო არის, რაღაც ახალი მოდა და ახალი ტრენდი როა შემოსული, რომ ბავშვს არ შეეხო, ნუ ასწავლი თვითონ უკეთესად იცის, მაგ რაღაცებში არ ვეთანხმები ამ ახალ ტრენდებს რა. სანამ ჩემთან ცხოვრობს. შენ რაღაცა შენი ტრენდები გაქვს. ხო, იცი, სანამ ჩემთან ცხოვრობს, სანამ სრულწლოვანი არ არის, გააკეთებს იმას, რასაც მე ვთვლი სწორად. რა მაინტერესებს იცი, თამარა თუ არის ეხლა ჩართული შენ ცხოვრებაში და შენ დის ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, თამრიკვარი ფანტასტიკური დედა და ფანტასტიკური ბებია. და ზოგადად ჩემს შვილებს ძალიან გავუმართლად ბებიებში და ბაბუებშიც. რაც მინდოდა ყოველთვის რომ ჩემს შვილებს ყოველდღე კარგი ბებია ბაბუები და ესეთი ყურადღებიანი და ეს ოჯახური იდილია ყოფილიყო, ეს ყველაფერი არის, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ცოტა ხანი ცალკე ვართ. არ ბევრი ხანი არის. კიდე გაქვს ბევრი სრულები? აი სახთან დაკავშირებით, თუ გაქვს რაღაცა შენი საოცნებო სახლი. საოცნებო სახლი რა თქმა უნდა ყველას აქვს ალბათ, მინდა რომ მქონდეს დიდი ეზო და კუსკუსა ლამაზი სახლი. იქნება აბარა ზუსტად ვიცი, ყველაფერი იქნება. წამოდი, საძინებელი დიდი არაფერი. მოდი. ვაიმე, რა ლამაზი. მოგწონს? ნებელია. აბგიშდი. არის რა. ირარუს აი შენებური საწყო. ხო, იცი, აი მაინც ბოლომდე ესე არ არის მოწყობილი. იცი, ბოლომდე გადმობარგებულიც არ ვარ რა. ჩემი აურაცხელი ფეხსაცმელები და წანასაცმელები სად უნდა წავიღო არ ვიცი. რამდენი ფეხსაცმელი ქონდა? ეს არაფერი არ არის. ჩათვალე, მაგრამ ეს ვისი ნახატი? ეს ჩემი მეგობარი ტუტა, მის ნახატია, იქით კენაც ტუტას ნახატი კიდეა, თუმცა ნუ ხო რა, მე ხომ მოხვალ კიდე უკვე საბოლოო დასრულებულარია. შეამავრები, როცა დამპატიჟებ, ეგრევე აქ გავჩნდა. სულ დაპატიჟებული ხარ გოგოლა კალანდრზე. აი მე რა კაია, როგორ მომწონ შენი. ნახე რა რბილია დაჯექი დაწექი. დავწვე? კი, აბა უნდა. წამა ერთად. 1 2 3 აუ რა კაი მატრასია, საჩეიძინეს მათ. თემუდა გამომწერე. ბრენ, მომიყევი შენი ბავშვობის სახლზე. ძალიან ისეთი ჩვეულებრივი ხრუშოვკის სტილის სახლი არის, რომელიც ჩემი ცხოვრობს ახლა იმ სახლში. მეხვეწები ჩემთან გადმოდით, მაგრამ არ გადმოდის სოცხალი თავით. იმ სახლში ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. აი რამე თუ აქვს სახლში, იმ სახლიდან წამოღებული. არაფერი არ მაქვს წამოღებული საერთოდ. ნივთი მე ვარ მარტო წამოღებული აქ მე. აი ყველაზე მეტად რა გენატრება იმ სახლი? ბებია ჩემი, აი ეს აურა, ის სუნი და ჩვენი ძაღლი ტომიკა. რუსკა, შენ და გაქვთ საოცარი დობა. კი, მაგარი. ძალიან კაი და არის. ხო და ბავშვობაში ძალიან ვჩხუბობდით. ძალიან კონფლიქტები მოგდიოდა. აი ხა ბოლო პერიოდში რა უკვე დიდობაში ძალიან დავმეგობრდით რა. განსაკუთრებით მაშინ როცა უკვე შვილები გავაჩინე, ძალიან გვერდში მიდიას რა ამ კუთხით რა. აი რა ვიცი, რა დროს რა მონაკვეთში არ უნდა დაურეკო და ვთხოვო რომ მოდი მიშველე და იმ წამსვე მოდის რა. ანუ ყველა კუთხით მშველის საერთოდ აბსოლუტურად. და ეს ძალიან მაგრა ასწორებს და ნუ გიждდებიან ილია და კატო რა თქმა უნდა. დეის ეძახიან. დეიდას ეძახდნენ და ბოლოსში მეთქი რამე უქენით მეთქი ახლა ამას შეამოკლეთ ან სახელი დაუზახეთ მეთქი დეიდა აქვს და ხე დეის ეძახიან ხო. კაი დეი ყავთ ძალიან. მე მგონი ბოლოსკენ უკვე წავიდა ეს ჩვენი რუბრიკა და აუცილებლად დაგიწყეთ ჩემი რაღაც რომ ამ რუბრიკის ტრადიციული კითხვა რა არის შენთვის სახლი? რა არის ჩემთვის სახლი? ყველაფერი. სახლი არის ჩემი ოცნება. და ყოველდღიური ფიქრი არის ჩემი სახლი. რომ ისეთი სახლი მქონდეს, როგორცაც ვოცნებო. ვიღაცისთვის არანაირი პრობლემა არ არის სახლი, ვიღაცისთვის ესეთი პრობლემა, ვიღაცისთვის ოცნება. ჩემთვის ახლა ის სახლი, რაც მე მაქვს წარმოდგენილი ჩემ ტვინში, რომელიც საერთოდ არ არის ეს ვთქვა ძალიან დიდი პრობლემა. და რომელიც საბოლოოდ აუცილებლად მივალ მაგ მიზნამდე. არის ის, რომ აი ეზო რაღაცა ვერანდა და რაღაცნაირი სტუდიო სტილის სახლი და მე და ჩემი შვილები და მე უკვე ჩემი შვილის შვილები და ასე შემდეგ რა მაინც ხო რა სახლი ძალიან მნიშვნელოვანია. და გიყვარს სახლში ყოფნა? კი, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. ერთი სული მაქვს სახლში მოვიდა და დავждე ამ დივანზე ჩავთო ეს ტელევიზორი და აი მე ბავშვებს დავაძინებ ხოლმე, მე მიუგორდები მეზე და მოკლედ აი მაგრა ასწორებს. როს? ძალიან საყვარელი ხარ. შენ ხარ კიდე უფრო საყვარელი და პატრობიდანვე გიცნობ და რაღაცნაირი ყოველთვის რაღაცნაირი სენტიმენტები მაქვს შენ დამი და იმ ხელა ენერგია მოდის და მუხტი მოდის შენგან რომ მინდა რომ აი ცხოვრების ბოლომდე აი ესეთი განწყობით იყო. აი სულ ესე უნდა იყო, ხო იცი? კი, აბა რა. და აი სულ ვიქნები შენი გულშემატკივარი. მე ძალიან მიყვარხარ და ძალიან მიხარია რომ ჩემს რა კაია?
მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ. ოპა, მადლობა ძალიან. პირიქით, მადლობა შენ გაკოცეთ ბევრი. კარგად.